ჟურნალისტების და კრიტიკული მედიის დისკრედიტაცია, ოპოზიციის გაჩავება, გახარიას ნარკომანად გამოცხადება და ამომრჩევლისთვის არჩევანის წართმევა. ქართული ოცნების საიდუმლო PR გეგმა, რატომ არის უცხოელი პოლიტტექნოლოგიებისთვის დაკვეთილი სიძულვილის კამპანია ქვეყნისთვის სახიფათო. მიხელ სააკაშვილი მოგესალმებით, თქვენ უყურებთ მთავარს 12 საათზე მიშა სესიაშვილთან ერთად. გადამწყვეტ არჩევნებამდე 2 დღით ადრე ოპოზიციური პარტიების ერთობა ერთობლივ შემაჯამებელ ბრიფინგს მართავს. პოლიტიკური ლიდერები მედია საშუალებების ყველა შეკითხვას პირდაპირ ეთერში უპასუხებენ. ღონისძიება ამ წუთებში იწყება და მას ჩვენ ლაივ რეჟიმში ვთავთ. მოგესალმებით. უღმესი მადლობა მობრძანებისთვის, ინტერესისთვის. პირდაპირ ვიტყვი მთავარ სათქმელს შესავალ სიტყვაში 2 ოქტომბერს ქართული ოცნება მარცხდება ქართული ხალხის მიერ. მომავალ წელს ინიშნება ახალი საპარლამენტო არჩევნები და ჩვენ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, სხვა ოპოზიციურ პარტიების ლიდერებთან ერთად ვიქნებით ხელისუფლებაში, კოალიციურ მმართველობაში და ბუნებრივია არსებობს უამრავი კითხვა დღეის მდგომარეობით საზოგადოებაში, ჟურნალისტებს შორის, რაზეც გვინდა ჩვენ დღეს თითოეულ მათგანზე გაგცეთ პასუხი. ერთადერთი რაც არის დარჩენილი, ამასაც დავამატებდი 2 ოქტომბრის, ეს არის გაფორმება გამარჯვების და როგორც არასოდეს ვარ დარწმუნებული, რომ ქართველი ერი მოსახლეობა არ დაუშვებს ხელისუფლებაში სამარაჯამოდ დარჩეს ადამიანი, რომელსაც არ აინტერესებს სახელმწიფო ინტერესები, არც კი ითვალისწინებს სახელმწიფო ინტერესები. ერთადერთი, ვინც აპირებს, რომ უსამართლო და ძალადობით შედეგები სხვადასხვა манипуляციების გზით არ დადგეს იმდაგვარი როგორი ნებაც არსებობს საზოგადოებაში, ეს არის ქართული ოცნება და ამის საწინააღმდეგოდ შემუშავებული გვაქვს ჩვენ სხვადასხვა მექანიზმები, გათვალისწინებული გვაქვს წინა არჩევნების манипуляციები და დარღვევები, რომელსაც ადგილი ჰქონდა ხელისუფლების მხრიდან და ამაზე და არა მხოლოდ ამაზე, სხვა პოლიტიკურ საკითხებზეც გვინდა ძალიან გულწრფელად თითოეულმა ჩვენგანმა გაგცეთ პასუხი, ვინაიდან საზოგადოებაში არსებობს მაღალი ინტერესი ბევრი თვალსაზრისით. ეს არის ის თქმაც მინდოდა ახლა ამ წუთაში შესავალ სიტყვაში, დანარჩენს ბუნებრივია კონკრეტულად კითხვის გაცემის ფორმატში მოგახსენებთ. ძალიან მოკლედ ვიტყვი, მეც დიდი მადლობა მობრძანებისთვის. მე თავარი დრო გვინდა დაუთმოთ შეკითხვებს, აბსოლუტურად ყველა ტელევიზია მოვიწვიეთ და გვინდა რომ მართლა გულწრფელი საუბარი იყოს, რომ აბსოლუტურად ყველა კითხვა რაც არსებობს საზოგადოებაში, ყველას გავცეთ პასუხი. რამდენიმე რამეს ვიტყვი მხოლოდ შესავალში, ცვლილებები არის გარდაუვალი და არა იმიტომ რომ ჩვენ ვამბობთ ასე, არა იმიტომ რომ ჩვენ გვინდა ასე, იმიტომ რომ ეს სასიცოცხლო ჭირდება ამ ქვეყანას და იმიტომ რომ ამის სურვილი დუხს საზოგადოებაში. ამ ცვლილებების თავარი მამოძრავებელი არის ერთი, რა თქმა უნდა, ქართული ოცნების აბსოლუტური უპასუხისგებლობა, შეურაცხყოფელი დამოკიდებულება ჩვენი საზოგადოების მიმართ, მაგრამ არანაკლებად მნიშვნელოვანი ამ ცვლილებების წინაპირობა არის ის კოალიციური შეთავაზება, რომელიც ჩვენ გავუკეთეთ ჩვენ საზოგადოებას ამ არჩევნებზე პირველად და მე დარწმუნებული ვარ, რომ ისტორიაში შევა ეს პერიოდი, პირველად ოპოზიციამ მოახერხა, რომ შესთავაზოს ძალიან მრავალფეროვანი არჩევანი ჩვენ საზოგადოებას. არ მოგწონს ერთი შემოხაზე მეორე, არ მოგწონს მეორე შემოხაზე მესამე, ვერავინ იტყვის, რომ არჩევანი არ არის და ეს ამას იმსახურებს ჩვენი საზოგადოება, ამას იმსახურებენ ჩვენი ამომრჩევლები, რომ თავისუფალი იყვნენ მოწონებაში თუ არ მოწონებაში. მეორე, ეს კოალიცია არის იმის საწინდარი, ჩვენ გადავეჩვიეთ იმაზე ლაპარაკს, თუ რამდენია ამ ქვეყანაში გასაკეთებელი. ძირითადად ქართულმა ოცნებამ ყველა ჩაგვითრია ჩვენი მოქალაქეები, ჩვენ ჩაგვითრია რაღაცა ნეგატიურ, უბედურ ჭიდაობაში, აი ამ რაღაცა გახლეჩვაში და სიძულვილში. ეს გვერდი უნდა დაიხუროს და ეს კოალიცია არის აუცილებელი იმისთვის, რომ დავიწყოთ ამ ქვეყნის მშენებლობა, რომ მივხედოთ გაჭირვებულ ხალხს, მივხედოთ ახალგაზრდებს, მივხედოთ დევნილებს, მივხედოთ ინფრასტრუქტურას, მივხედოთ ეკონომიკას.
მოითხოვს ამას ჩვენგან ჩვენი ქვეყანა რომ ეს დრო არ იკარგებოდეს და იყოს მიმართული მშენებლობაზე და მესამე და ბოლო ქართულ ოცნებას რა თქმა უნდა ჩვენ ყველა ვხედავთ რომ ქართული ოცნება არის ისტერიკაში სამწუხაროდ ეს ჩანს სახეს კარგავს ძალიან ბევრი მე მუდმივად მივმართავ ყველას გდანში და გდანის მიღმაც ნუ გადაყვებით ჩვენ მოქალაქეებს რომლებსაც შეიძლება ჩვენ არ მოვწონვართ მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს ჩვენი მოქალაქეები არის ნუ გადაყვებით ამ ქართული ოცნების ისტერიკას ისინი მხოლოდ თავის თავზე ფიქრობენ ეს ისტერიკა არის მარცხის შიში და ჩვენი ამოცანა როცა ქართული ოცნების ამოცანა არის ძალადობა და манипуляცია არჩევნების დღეს რომელიც არ უშველის ჩვენი ამოცანა არის მაქსიმალურად ბევრი ადამიანი მოვიდეს არჩევნებზე და მაქსიმალურად მშვიდობიანად დავიცვათ ყველა ხმა ამისთვის ვართ აბსოლუტურად გამზადებულები მომზადებულები კოორდინირებულები და გავაფორმებთ ქართული საზოგადოების გამარჯვებას 2 ოქტომბერს მადლობა მოგესალმებით მე ძალიან მოკლე ვიქნები და მე დრო დავტოვოთ კითხვების მოგონა კითხვები საინტერესო იქნება ჩვენ ვჯერა რომ 2 ოქტომბერს ფაქტობრივად დასრულდება ქართული ოცნების მმართველობა ამ ქვეყანაში და ძალაუფლებას გადმოვიბარებთ ჩვენ აქვს თომი ხალხი ისე როგორც სხვა ოპოზიციური პარტიები და ამ ქვეყანაში მომავალ შეტადება რიგარეში არჩევნები საპარლამენტო არჩევნებს გულისხმობ და ამ ქვეყანას ეყოლება პირველად დამოუკიდებლობის ისტორიაში კოალიციური მთავრობა რომლის ნაწილიც იქნებით ჩვენ და ასევე სხვა ოპოზიციური პარტიები ჩვენ ზუსტად ვიცით რა გვინდა ჩვენ გვინდა კოალიციური მთავრობა ჩვენ გვინდა ნამდვილი სასამართლო და საბოლოო ჯამში გვინდა მდიდარი და ნატოს წევრი უსაფრთხო ქვეყანა ეს არის ის რაზეც პრაქტიკულად ყველა ოპოზიციური პარტია არის შეთანხმებული და ამ საკითხებში საკამათო არაფერი არ არის არის უამრავი წვრილმანი დეტალი რომელზეც მომავალში მოხდება შეთანხმება მაგრამ პრინციპულად გეზი საით უნდა წავიდეს ეს ქვეყანა ჩვენ გვაქვს უკვე შეთანხმება და ჩვენში კიდევ იმერებ არ გულისხმობ მარტო აქვს თომ სამ პარტიას არამედ სხვა ოპოზიციურ პარტიებსაც ერთადერთი რაც დარჩა არის 2 ოქტომბერს ამ ქვეყნის მოქალაქეების მისვლა საარჩევნო ურნებთან და ამ შედეგის გაფორმება და ერთადერთი ვისაც ეს არ აწყობს და ვისაც არ უნდა ძალაუფლების დათმობა და ვინც ამას ეწინააღმდეგება ფულით, ძალადობით და შანტაჟით და სუსის გამოყენებით ეს არის ქართული ოცნება. მაგრამ არ გამოუვა და ჩვენ ვარ დარწმუნებული რომ ეს ასე მოხდება. ამის თქმა მინდოდა მე სულ და ზადვართ პასუხობ ნებისმიერ თქვენ შეკითხვას. მადლობა. მოგესალმებით. პირველი შეკითხვას დასვამს საზოგადოებრივი მაუწყებელი. მოგესალმებით ბატონიკა თქვენთან ვიქნება პირველი კითხვა ერთ-ერთი მთავარი კითხვა რაც ახლა საზოგადოებაში არის ის რა იქნება 3 ოქტომბერს რა მოხდება 3 ოქტომბრიდან ქვეყანაში ამას გეკითხებით რატომ აი თქვენ ბრძანეთ რომ ოპოზიცია ემზადება საპარლამენტო არჩევნებისთვის და ერთგვარად ეს არჩევნები უნდა იყოს რეფერენდუმი აი ზურამაც ბრძანა ბატონო ზურამს ბრძანა რომ ოპოზიცია გადმოიბარებს ხელისუფლებას მე მაინტერესებს შემდეგი ქართული ოცნება ამბობს რომ ოპოზიცია ემზადება ქაოსისთვის, დესტაბილიზაციისთვის და ასე შემდეგ. თქვენ ამბობთ, რომ ქართული ოცნება ემზადება გაყალბებისთვის, არჩევნებისთვის, ამის საშუალებას არ მიცემთ და თქვენი მთავარი მიზანი და მოტივი ამ არჩევნებში არის სწორედ რიგარეში საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა. თქვენ მსგავსი მოთხოვნა ჰქონდათ საპარლამენტო არჩევნების შემდეგაც. თუმცა შემდეგ ვნახეთ, როგორ განვითარდა პროცესები ქვეყანაში. ახლა გაქვთ ისევ ეს მოთხოვნა. რა ლეგიტიმური ბერკეტები მოიაზრება თქვენს პოლიტიკურ არსენალში იმისათვის რომ მიხვიდეთ ამ შედეგამდე. ამას გეკითხებით რატომ? ქართული ოცნების ლიდერები თქვენც მოისვენდით ალბათ პირდაპირ ამბობენ რომ ქვეყანაში მომავალი 3 წლის განმავლობაში არ ჩატარდება რიგარეში არჩევნები და ისინი გაყვებიან კონსტიტუციას და იქ გათვალისწინებულ თარიღებს. ერთიც მინდა კითხოთ წინ არჩევნების манипуляციები გავითვალისწინეთო თქვენ ბრძანეთ ბატონიკა მე მინდა კითხოთ ის ნაწილიც პოლიტიკური შეცდომები რაც გასულ წელს დაუშვა ოპოზიციამ გათვალისწინებული გაქვთ თუ არა გადახარისხებული გაქვთ თუ არა ვინაიდან მე მახსოვს როდესაც ამბობდით რომ არჩევნები გაყალბდა პარლამენტი იყო ერთპარტიული მაგრამ საბოლოო ჯამში ვნახეთ შედეგი როდესაც ოპოზიცია სწორედ ამ პარლამენტში ვიხილეთ რას აპირებთ მომავალი 1 წლის განმავლობაში რას ეუბნებით იმ ადამიანებს რომლითაც არჩევანის გაკეთება უწევთ იმაზე ვინ რას აპირებს 2 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ და არა იმის მიხედვით რომელ პოლიტიკურ პარტიას რა ხედვა და რა პროგრამა აქვს ქალაქების თუ სოფლების განვითარებისთვის მადლობა მადლობა ვეცდები მოკლედ გიპასუხოთ მე ვფიქრობ ამ ქვეყანაში ყველა საღად მოაზროვნე ადამიანი არის სულების მოლოდინში. მათ შორის საზოგადოებრივი მაუწყებლის აბსოლუტური უმრავლესობა თანამშრომლების დარწმუნებული ვარ ამაში, რომ 2 ოქტომბერს მივლენ და ხმას მიცემენ ოპოზიციას, ოპოზიციურ სხვადასხვა პარტიებს. და რატომ? იმიტომ დაუოკებელი სურვილი არის სულების ამ ქვეყანაში.
მეორეს მხრივ რა არჩევანი აქვს საზოგადოებას. საზოგადოებას აქვს არჩევანი, რომ ხელისუფლებაში დატოვოს ის ძალა, რომელიც ექვემდებარება არასუვერენულ ხელისუფალს, ადამიანს, რომელმაც თავიდან ბოლომდე ძალადობაზე, უკანონმოსვენაზე, შანტაჟზე, კომპრომატების მოგროვებაზე, სიღატაკეზე, ქვეყნიდან ადამიანების გაქცევაზე გააკეთა აქცენტი წლების განმავლობაში და არაფერს არ სთავაზობს საზოგადოებას და უნდა რომ მუდმივად მართოს ქვეყანა საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან, საკუთარი საცხოვრებელი რეზიდენციიდან, ყავს მოსამსახურე პერსონალი სხვადასხვა თანამდებობაზე დანიშნული და ყველაფერს თავი დავანებოთ. მე ვფიქრობ, ეხლა შაშანდელ არჩევნებს შეეხეთ თქვენ, დიახაც შაშანდელი არჩევნებისგან განსხვავებით, ოპოზიციამ ძალიან ბევრი რამ გაითვალისწინა და ერთის მხრივ სამწუხარო, მეორეს მხრივ სასიხარულოა, რომ წელს ჩვენ მოვახერხეთ თანამშრომლობა ყველა უკლებრივ ძირითადმა პარტიამ სხვადასხვა ფორმატში, სხვადასხვა კონსტრუქციით. რაც შაშან ნამდვილად არ იყო შემთხვევა. შაშან ჩვენ ოპოზიციურ პლატფორმებზე, ოპოზიციურ პარტიები ვებრძოდით ერთმანეთს და ასე გვინდოდა ხელისუფლების დამარცხება, რომელიც არ ითვალისწინებს სახელმწიფოების ინტერესებს. ამიტომ ეს თვისობრივად დიდი სხვაობა არის წელს, როგორც ჩვენ თანაშრომლობთ, თუნდაც აი დღევანდელი ჩვენი ღონისძიება ამისი დასტურია, ხო? მე ეჭვი არ მინდა შევიტანო არც ერთ საქართველოს მოქალაქეში, ვინც უბრალოდ უარს იტყვის 2 ოქტომბერს ცვლილებაზე და რატომ იცით? იმიტომ რომ ამ ქვეყანაში თუ საერთო სასამართლოები არ იქნება დამოუკიდებელი, როგორც ზურამ აღნიშნა, მდიდარი სახელმწიფო არ ვიქნებით და ნატოს წევრი მდიდარი სახელმწიფო არ ვიქნებით. თუ ქვეყანაში უნდა იყოს პროცესები წარმართული არაფორმალური ადამიანების მიერ, მერწმუნეთ ამ ქვეყანას და სახელმწიფოს უბრალოდ მომავალი რომ არა აქვს, ეს ყველა მიცის. ამიტომ ჩვენ ვთავაზობთ საზოგადოებას, მრავალფეროვნებას. ჩვენ არ ვეუბნებით საზოგადოებას, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება ჩანაცვლეს ერთპარტიული, რომელიმე სხვა მმართველობით. არავითარ შემთხვევაში და ჩემი პირადი პოზიცია არის ნაციონალური მოძრაობის პოზიცია, რომ ამ ქვეყნის ხსნა და უებარი ერთ-ერთი გამოსავალი ამ ეტაპზე არის ნამდვილად მრავალფეროვნება და კოალიციური მმართველობა. თუ ჩვენ მართლაც გვინდა და თუ ჩვენ მართლა გულისხმობთ, რომ სასამართლო იყოს დამოუკიდებელი, პირუთვნელი და ობიექტური, თუ ჩვენ მართლა გულისხმობთ, რომ პარლამენტი იყოს და არა თავყრილობა და პარლამენტად არ ასაღებდეს ხელისუფლება, თუ ჩვენ მართლა გვინდა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტი იყოს, ამ ყველაფერს ეწინააღმდეგება ერთპარტიული მმართველობა. რომელი ერთპარტიული მმართველობაც არ უნდა იყოს, ქვეყანაში წინსვლა, დემოკრატიული განვითარება, დოვლათის მოპოვება, კეთილდღეობა მეტ ოჯახში უბრალოდ იქნება შეუძლებელი. თითქოს ყველა ეს გვესმის, თითქოს ყველა ვიცით, რომ პრობლემები უამრავია, მაგრამ სინამდვილეში ყველაზე რთულ კომპლექსურ პრობლემას ძალიან ხშირად აქვს მარტივი გამოსავალი. და ეს მარტივი გამოსავალია კოალიციური მმართველობაში. ამიტომ საზოგადოება არის მომზადებული ამ ცვლილებისთვის. მე გეუბნებით როგორც პრაქტიკოსი, პოლიტიკოსი, ამას დაადასტურებს ზურაბ ჯაფარიძე, ელენე ხოშტარია და ნებისმიერი სხვა ოპოზიციური პარტიის ლიდერი და წარმომადგენელი, რომელიც ხალხთან ძალიან მჭიდრო ურთიერთობაში არის. ყველა ადამიანი, ვისაც არ შეეხო ბაცილა, ძალადობის, შანტაჟის, კომპრომატებით მუქარა, ყველა ეს ადამიანი 2 ოქტომბერს მივა და ხმას მიცემს მომავალს. ამაში ვარ ღრმად დარწმუნებული. და ის დღეს ასაში ჩადიან ქართული ოცნების წარმომადგენლები და სოციალურ დაუცველებს, უფასო სასადილოებში ბენეფიციარებს, პირადობის მოწმობებს რომ ართმევენ და აშანტაჟებენ და ეუბნებიან რომ არჩევნებზე არ წახვიდეთ, მსგავსი მეთოდებით ესენი ფონზე ვერ ეკავლენ. ეს ქვეყანა ვერ გადაიქცევა ლუკაშენკოს ბელორუსიად. ბიძინა ივანიშვილს ხომ ეს უნდა ზუსტად. ბიძინა ივანიშვილი ხომ არასოდეს არ იტყვის, რომ ის მზად არის ხელისუფლებიდან წავიდეს. ნუ გაგიკვირდებათ და ნამდვილად არ მიკვის ერთი და არ მშურს ქართული ოცნების წარმომადგენლების მათ ადგილზე ნამდვილად არ მინდა ყოფნა
ისინი იძულებულნი არიან საკუთარი პარტიის წევრები გაამხნევონ და უთხრან რომ თითქოს ყველაფერი კარგად არის და მე რა რომ 53%-ს ვერ მივახცეთ, მე რა რომ 53%-იან ზღვარს ახლოსაც ვერ მივახლოვდებით. ახალ საპარლამენტო არჩევნებს არ დავნიშნავთ. ამას იმიტომ საუბრობენ, რომ საკუთარი გუნდის წევრები გაამხნევონ. გაამხნევონ, რომ 2 ოქტომბერს საღამოს საათებში ისინი უბრალოდ ინფრასტრუქტურულად არ ჩამოიშალონ. იმიტომ რომ ის კვლევები, რომელსაც ისინი აქვეყნებენ ყოველდღიურად პარტიულ კვლევებს, მეწუნეთ საკუთარ პარტიის წევრებსაც ვერ აწუნებენ, რომ ეს რეალობაა და რატომ მარტივია ამაზე პასუხისგაცემა. ეს ადამიანებიც, მათი გუნდის წევრებიც ხომ ამ ქალაქში, სხვადასხვა ქალაქებში ქვეყანაში ცხოვრობენ. მათაც ხომ ყავთ მეზობლები, ნათესავები, ნაცნობები, კლასელები და ასე შემდეგ. მათაც ხომ იციან რეალობა რა არის ქვეყანაში. ამიტომ რაც უფრო მეტად გამოვა ქართული ოცნების რომელიმე ლიდერი და პრეზენტაციას მოაწყობს და იტყვის, რომ მათ 63% აქვს ხარდაჭერა საზოგადოების, მეწუნეთ მით უფრო დიდი სხვაობით დამარცხება ქართულ ხალხთან. აი ეს არის ჩემი აზრით მოკლედ და ზოგადი პასუხიც. მე ძალიან მოკლედ დავამატებ თუ შეიძლება, იმიტომ რომ ქართული ოცნება რა თქმა უნდა ცდილობს რომ რაღაცა შეაშინოს საზოგადოება, რომ აიმე რა გვეშველება, რა მოდის და ასე შემდეგ. პირველი თავარი გარანტია არ გაყალბების და მშვიდობიანი ცვლილების არის ბევრი ხალხი უბნებზე. არ აქვს მნიშვნელობა ვისაძლევთ ხმას. ბევრი ხალხი უბნებზე ნიშნავს ვერ აყალბებენ, არ ყოფნით უბრალოდ და მეორე, უბრალოდ მშვიდობიანად ხდება ცვლილება. მეორე 3 ოქტომბერს, 2 ოქტომბერს ღამე, 3 ოქტომბერს შეიკრება კოალიციური უმრავლესობები ძალიან ბევრ ადგილას თბილისის ჩათვლით. პირდაპირ გეუბნებით. გამარჯვება ნიშნავს ამას, შეიქმნება კოალიციური უმრავლესობები და დაიწყება ჩვენ პარტნიორებთან ერთად, მათ შორის მოლაპარაკებები რიგგარეშე არჩევნების დანიშვნაზე. ეს არის. არანაირი თუ ყველა მივალთ არჩევნებზე. ჩვენ ვართ მობილიზებულები. უმრავლესობა იქნება ოპოზიციის, დავსხდებით, შევკრავთ უმრავლესობას, გარდაუვალია რიგგარეშე არჩევნები. მარტო ქართულ ოცნებას უნდა ეხლა თქვენ თქვით ხო, რომ აი ეს ოცნება ამბობს, რომ რაღაცა ოპოზიცია არეულობის ემზადება, თქვენ ამბობთ, რომ აყალბებს, ფაქტებს შევხედეთ. მითხარით ერთი ფაქტი, როდესაც ოპოზიციამ რამე ძალადობა მოაწყო. და მე გეტყვით ძალიან ბევრ ფაქტს და თქვენც მეტყვით ალბათ, როგორი ძალადობა მოაწყო ქართულმა ოცნებამ. მეტიც ძალადობა მოაწყო და წაახალისა და არავინ არ დასაჭა. ამიტომ მოდით ფაქტებს შევხედოთ, მე ნუ დამიჯერებთ. ვის ინტერესში რატო შვებიან ამას, ხო? ანუ ვინ შვება ამ ყველაფერს? გაყალბება ვის ხელშია? ცხადია ქართული ოცნების, ხო? რასაც უყურებთ უკვე, მაგრამ კიდე ერთხელ ვიმეორებ. დავანებოთ მოლოდინებს ქართული ოცნებიდან თავი. არ არსებობს მოლოდინი, რა მოლოდინი უნდა იყოს? იმის სუსის დირექტორი, რა ქვია იმას, უფროსი ლილუაშვილი რო გამოდის და იწეხეთ, ჩემ თავს ხوار დავიბარებ დაკითხვაზეო. ანუ საერთოდ გასულები არიან ყველაფრიდან, საღი აზრის ყველაფრიდან გასულები არიან. თან აღიარებენ რომ კი გისმენთო. ღარიბაშვილმაც აღიარა. მაგრამ ხო მე ჩემ თავს ხوار დავკითხავ, მართალს ამბობს, ხო, თავის თავს ნამდვილად ვერ დაკითხავს, თვითონ შვებიან ამ ყველაფერს. ამიტომ მათგან მოლოდინებს თავი დავანებოთ. ჩვენ ველაპარაკებით საზოგადოებას. მივიდეთ, ყველანი შევცვალოთ, მშვიდობიანად მივაღწიოთ შედეგს. შემდეგი სურათ ძალიან მოკლედ ვპასუხებ მეც არანაირი მნიშვნელობა არ აქვს რა განცხადებას აკეთებენ ქართული ოცნების წარმომადგენლები დღეს არავინ ძალაუფლებას მარტივად ართმოს მის უმეტეს ისეთ ქვეყანაში როგორც საქართველოს სადაც ძალაუფლება ძალიან უყვართ და ტრადიციულად ეგეთი რომ ძალაუფლების დათმობა პრობლემა არის არც მოქალაქეთა კავშირს უნდა ძალაუფლების დათმობა არც ნაციონალურ მოძრაობას უნდა და არც ქართული ოცნებას არ უნდა და ყველა ეს ძალა ბოლო მომენტამდე ცდილობდა საკუთარი პარტიული სტრუქტურების და მხარდაჭერების გამხრებას, რომ ისინი შეებოდნენ ხელისუფლებაში. ხო, ანუ რას ლაპარაკობენ მაგას შინაარსი არ აქვს. ერთი ის თქვა და მეორე ჩვენ ხა საუბარი დაუწყე და უკვე ბევრი ვისაუბრეთ და რაღაცა მე არ მინდა რომ ვინმე რაღაც განცდა კონდესო თითქოს ჩვენ ხა ვართ რაღაცა ნორმალურ საარჩევნო გარემოში, რომ ეს მართლა არის დემოკრატიული ქვეყანა, სადაც მართლა არჩევნები ტარდება ნორმალურად და ჩვენ ამ არჩევნებში ვაპირებთ რაღაცა როგორც რაღაც ცალკე ოპოზიციური ძალები, რაღაცა ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის დამარცხებას. არა, ნორმალური საარჩევნო გარემო ჩვენთან ქვეყანაში ხლა არ არის, ჩვენთან ქვეყანაში ხა არის სერიოზული პრობლემები საარჩევნო გარემოს დამემართებაში, რეგიონებში ხარჯავენ უამრავ ფულს და ყიდულობენ პირდაპირ ხმებს, მათ შორის KPP-ად გამართული პრაქტიკულად ყველა უბანში და მე დავდივარ ძალიან ბევრს
გუშინ ღამეს ჩამოვედი, ერთი, მეორე, სულს ყავს დაშინებული ხალხი ისე რომ ჩვენ არ გვეძდება საშუალება რომ რეგიონში ჩავიდეთ და ადამიანებს შევხვდეთ. მათ შორის განსაკუთრებით ეთნიკურად უმცირესობითი გაწოდებული ეთნიკური უმცირესობების დასახელებით რაიონებში და რეგიონებში ცოცხალ ადამიანს ვერ ნახავთ, რომელიც გაბედავს და მოვა და ოპოზიციურ ლიდერს დაელაპარაკება რამეზე და ეს მათ შორის ეხლა ვესაუბრებოდით გარეთ დამკვირვებლებზე იმათ მას დაგვიდასტურეს რომ კიო ჩვენც კი არ გვეკარებიან და არ გველაპარაკებიან. ეს არის რასაც აკეთებს სუსი როგორ მუშაობს და მესამე ამაზე გუშინაც ვისაუბრე ნებისმიერ თქვენგან შეუძლია შევიდეს და ნახოს აუდიტის სამსახურის საიტზე ის რაც თეთრად ჩანს შავ-ფულზე არ მაქვს ლაპარაკი რამხელა განსხვავება არის ჯამში ყველა ოპოზიციური პარტიების ფინანსებსა და ქართული ოცნების ფინანსებს შორის და ყველამ ვიცით რომ ეს ფინანსები არის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გასული ფული რომელიც შემდეგ არის დაატკატებული ქართული ოცნების პარტიაში. ეს არის გარემო, ჩვენ ვეჭიდავებით დიდ ფულს, ვეჭიდავებით სულს, ვეჭიდავებით მათ ძალადობას და ასე შემდეგ ასე შემდეგ. ამ გარემოში ვართ, ეს არ არის ნორმალური გარემო, ეს არის დემოკრატიული პროცესი, მაგრამ მიუხედავად ამ ყველაფრისა ვაცხადებთ ჩვენ რომ მიუხედავად ამ ყველაფრისა ისინი მაინც დამარცხდებიან და ეს ქვეყანა მომავალ მაინც გავა ხელახალ არჩევნებს, სადაც მე წააგებენ და შეიცვლება ხელისუფლება. მადლობა. შემდეგი შეკითხვას დასვამს მთავარი. მოგესალმებით, თათია წოწონავა ტელეკომპანია მთავარი არხი. ამ ხას გავაგრძელებ მეც და სამივესთან მექნება ამ შემთხვევაში შეკითხვა. ბევრი ხალხი არჩევნებზე აქაც გაჟღერდა ეს ფრაზა და ყოველი წინასაარჩევნო შეხვედრა იწყება და სრულდება ამ ფრაზით ოპოზიციის მიერ. წინასაარჩევნო კვლევები უჩვენებს იმას, რომ საკმაოდ მობილიზებული არის ამ მომრჩეველი და ისინი აპირებენ, რომ მიიღონ რეფერენდუმად ქცეულ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა. თუმცა ახლა მთავარი კითხვა არის ის, როგორ აპირებს ოპოზიცია ამ მომრჩევლის ხმების დაცვას, თუ გავითვალისწინებთ მაგალითად, თქვენს ახსენეთ ფაქტები მოსყიდვის, სავარაუდო მოსყიდვის, დაშინების, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების და ასევე ფაქტობრივად ყოველდღიურად მართველი პარტია გვთავაზობს შიდა პარტიულ კვლევებს, სადაც საკმაოდ შთამბეჭდავი რიცხვები აქვთ მათ. რაც ხმების დაცვას, სხვა ტიპის პრობლემები არის. პრობლემები, რომელიც მე ჩამოვთვალე, ამ პრობლემების ფაქტობრივი დადასტურება არის ძალიან რთული. და მათ შორის ამას უხსნით ჩვენ დამკვირვებლებსაც. და მოიყვანო ცოცხალი ადამიანი, რომელსაც ეშინია შენთან შეხვედრაზე მოსვლა, რომ იმანი მოყვეს, რომ მე იმიტომ არ მივდივარ შეხვედრაზეც კი, რომ მეშინია, ეგეთ ადამიანის პოვნა შეუძლებელია. ხო, მე როცა მეუბნებიან დამკვირვებლები მეკითხებია, რომ მაგის ფაქტები სად არის, ჩემი პასუხი არის ის, რომ ეგ დაასვებით იგივეა, რომ მე მომთხოვო საბჭოთა კავშირის დროს, რომ მომიტანენ მტკიცებულები რა ხდებოდა გულაგში. ვერ დავდებთ ეგეთ მტკიცებულებს, ძალიან რთულია, მაგრამ რასაც ვეუბნები არის, რომ წადით და თქვენ თვითონ წადეთ ამ ადამიანთან იპოვეთ, აბა ცოცხალი ადამიანი რეგიონში, რომელიც მოვა თქვენთან ბეჯი რო გიკიდია და დაგელაპარაკება და დღეს დამიდასტურეს, რომ თვითონაც ვერ პოულობენ ეგეთ ადამიანს. ანუ რა ატმოსფერო არის, ამაზე შთაბეჭდება უკვე აქვს. მაკედან დაცვა ძალიან რთულია. ანუ რაღაც შევარდე სადღაც არის უბნებს, სადაც სუფრებშლიან და ამ ხალხს აკეიფებენ და ეს შვებიან, მათ შორის ამით იყიდულობენ ხმებს, თუ ფულს არ აძლევენ. ხო, რთული ამბავი არის. მაგის გარდა რაც არის, ანუ მოსყიდვას და დაშინების მტკიცებულების დადება არის ძალიან რთული ამბავი ესეთი რეჟიმის პირობებში. ამის გარდა რაც არის რამდენიმე მექანიზმი, რომელიც ახლა არის ამ წუთში აწყობილი. არის რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებიც აკეთებენ პარალელურ დათვლას. მათ შორის არის ყველაზე ცნობილი ისვედი თავისუფალი არჩევნები, თუმცა არის კიდე სხვა ორგანიზაციები, რომლებიც მთელ საქართველოში ყველა უბნიდან აკეთებენ პარალელურ დათვლას და მათთან ყველა პარტიას აქვს მეტნაკლებად კოორდინაცია, რომ ოქმები გადაიგზავნოს და ოქმების პარალელურ დათვლა მოხდეს მანამდე, სანამ ცესკო გამოაქვეყნებს შედეგებს. ამის გარდა არის უბნებზე თითქმის ყველა უბანზე ნუ ყველგან ვერ მოხერხდა კოორდინაცია, მაგრამ ვიცით ვინ არიან ოპოზიციური პარტიების კომისიის წევრები, წარმომადგენლები პარტიების და არასამთავრობო დამკვირვებლები და მათი საკონტაქტოები არსებობს და ასე შემდეგ და ამის გამოყენებით გვექნება საშუალება რომ მონიტორინგი გავახორციელოთ. რიგ ოლქებში გვეყოლება ასევე მობილური ჯგუფები, რომლებიც რეაგირებას მოახდენენ თუ რაღაცა დარღვევა იქნება. ანუ ესეთი ტიპის კოორდინაცია არსებობს ახლა, რომელსაც ნიკამ თავის დასაწყისში თქვა, ესეთი ტიპის კოორდინაცია მანამდე არ არსებობდა. ეს არ ნიშნავს იმას და არ მინდა რომ ტყუილი თქვა, რომ რაღაც 100% ყველგან ყველაფერი დალაგებული გვაქვს. არა გვაქვს და ამ არჩევნებზეც იქნება შემთხვევები, სადაც იყიდიან ოპოზიციური პარტიის კომისიის წევრები სადღაც ამ არჩევნებზეც იქნება შემთხვევები, სადაც დამკვირვებლებსაც იყიდიან სხვადასხვა უბნებს და ასე შემდეგ. ვერ გამორიცხავთ ამას 100%, მაგრამ ჩვენ რაც შეგვეძლო, შეცადეთ რომ მაქსიმალურად კოორდინებული ყოფილიყავით ამ ამბავში და გონია რომ ეხლა ამ არჩევნებზე ხმების დაცვის ამბავში ჩვენი მხრიდან მოქმედების ხარისხი იქნება გაცილებით მაღალი, ვიდრე იყო შარშან. მადლობა. პირველი თქვენი ნაწილი შეკითხვისა პასუხობს მეორეს. როგორ აპირებთ თავიდან აერიდოთ, აიცილოთ გაყალბების მცდელობა. და პირველი შეკითხვა რა იყო, რომ საზოგადოება აპირებს კვლევების თანახმად არჩევნებზე მისვლას დიახაც. ყველაზე საუკეთესო გამოსავალი,
რომ მინიმიზება მოხდეს გაყალბების არის მაღალი აქტივობა საზოგადოების განსაკუთრებით დიდ ქალაქებში განსაკუთრებით თბილისში განსაკუთრებით ქუთაისში განსაკუთრებით რუსთავში თელავში ბათუმში და ასე შემდეგ ზუგდიდში და ასე შემდეგ და კიდევ სხვა დიახაც არავისთვის არ არის დასამალი რომ თიან დასახლებებში რაიონებში უფრო უადვილდება ხელისუფლებას სპეცსამსახურების მეშვეობით რომ დაიყოლიოს ამორჩეველი იმაზე რაც მას სურს სამწუხაროდ ეს რეალობა მაგრამ გაცილებით რთულია ყველაფერი ესაკეთო ქალაქებში გაცილებით რთულია ესაკეთო სხვილ რაიონებსა და დიდ სოფლებში ამიტომ ჩვენ თბილისელებს ქუთაისელებს ბათუმელებს და სხვა დიდ სხვილ ქალაქებში ცხოვრებ ადამიანებს უნდა გვახსოვდეს რომ აი ეს დატვირთვაც გვაქვს გაცილებით აქტიურები უნდა ვიყოთ დემოკრატიულმა ტალღამ უნდა დაარტყას რეჟიმს 2 ოქტომბერს და გაყალბებას რომელსაც მოდით ასევე ვაღიაროთ გამბედაობა ჭირდება ხელისუფლების მხრიდან და განსაკუთრებით იმ ფონზე როდესაც თავად იციან რომ ამ არჩევნებს ისინი წააგებენ და ახალი არჩევნები ჩაინიშნება უბრალოდ ისინი ვერ მოიკრებენ ეს გამბედაობა მათ არ აქვთ და თუ კი გაბედავენ განსხვავებით ჩარშანდელი წრიდან კარგია რომ ბევრ პოლიტიკურ პარტიას უბანზე ყავს ბევრი კომისიის წევრი ეს სიახლეა და ნამდვილად მისასალმებელი არის ჩვენ ნაციონალურ მოძრაობა უნდა ითქვას რომ გავაკეთეთ ანალიზი და შარშანდელი არჩევნების შემდეგ პრაქტიკულად 50% კომისიის წევრებისა შევცვალეთ დაანკვირვებლები წარმომადგენლები ახალი ადამიანებით არიან დაკომპლექტებული და არც ის არის დასამალი რომ ყველა უბანზე პრაქტიკულად იდგებიან ყველაზე სანდო ადამიანები ჩვენი გუნდის წევრებისა მაჟორიტარებისა ოჯახის წევრები იდგებიან დიახაც ოჯახის წევრები იდგებიან და ასე აკეთებს ყველა პოლიტიკური პარტია მაგრამ გვახსოვდეს მაღალი აქტივობა ძალიან ინტენსიური მისვლა საარჩევნო უბნებზე დღის პირველ ნახევარშივე ხელისუფლებას აიძულებს რომ ხელი აიღოს დანაშაულის ჩადენაზე და დიახაც დანაშაულია როდესაც იგი ცდილობს გააყალბოს არჩევნები რაც არ გამოუვა ხო არის ეტაპი როდესაც არჩევნები ვეღარ ყალბდება არის მოცემულობა როდესაც უკვე შენ манипуляციებით ფონს ვეღარ გადიხარ არის ეს ეტაპი უკვე 2 ოქტომბერი ისტორიული თარიღი სადაც დაიწერება დიახაც ისტორია და როდესაც ვამბობ რომ ისტორია უნდა დავწეროთ რატომ იქნება ეს ისტორიული თარიღი იმიტომ რომ ამ ყველაფრის პარალელურად ამ ყველაფრის ფონზე როდესაც ხალხი იმარჯვებს ეს არ არის მარტივი მოსაპოვებელი გამარჯვება და ნამდვილად შევა დიახაც თანამედროვე ქართული სახელმწიფოების განვითარების ისტორიულ პროცესში როგორც უმნიშვნელოვანესი თარიღი 2 ოქტომბერი 2021 წლის დიახაც და პრინციპში ყველაფერი თქვა მაგრამ ძალიან მოკლედ დავამატებ მაგალითად ისეთი ადამიანები მიკავშირდებიან მე რომ უნდათ ხმების დაცვა რომლებიც ძალიან ცოტა ხნის წინ უბრალოდ აპოლიტიკურ ხალხად მოიხსენიებდნენ საკუთარ თავს. ანუ ეს განწყობა რომ ჩვენი ყველა საერთო დასაცავი არის ეს ხმები, ეს არის ის განწყობა რომელიც არის გარდამტეხი ნებისმიერი არჩევნების. რა თქმა უნდა, ჩვენ მხოლოდ ამის იმედად არ ვართ. ჩვენ გვაქვს სრული კოორდინაცია, რაც ნაკლებად იყო და მე არ გულისხმობ მარტო ჩვენ სამს. ევროპული საქართველო, რომელიც ასევე კოალიციის წევრია, იგივე ლელო, რომელიც ნაწილობრივ არის სხვადასხვა რეგიონში არის კოალიციის წევრი. ჩვენ ყველას გვესმის, რომ ეხა ჩვენი ხმების დაცვის დრო კი არ არის. ყველას ჩვენი თლიანად გაყალბების წინააღმდეგ ერთად დარაზმვის დრო არის. მინდა გითხრათ, რომ ვიცით კონკრეტული გაყალბების მექანიზმი იგივე კარუსელი როგორ უნდა ვაკონტროლოთ კონკრეტულად, როგორ უნდა აკონტროლო რეგისტრატორი, როგორ უნდა აკონტროლო მარკირების სისტემა. ძალიან კონკრეტული რაღაცეები, რასაც ჩვენთვის შევინახავთ ამ მომენტისთვის, მაგრამ ნამდვილად ბევრი სიურპრიზი ექნებათ მათ შორის დაკვირვების პროცესში. არის ასევე სამოქალაქო ცესკო, ანუ აქტივისტებს და მცოდნეებს ამ პროცესის თავიანთი ველი აქვთ კიდე. ამიტომ პოლიტიკური გარემოც და ტექნიკური მომზადებაც ხარისხობრივად არის რა თქმა უნდა აბსოლუტურად სხვა. ქართული ოცნება ეცდება? კი, გამოვა არა. დიახაც, დონია. შემდეგი შეკითხვის დასვამს ტელეკომპანიამ ფორმულა.
გამარჯობა, მარტა ქუროსპედიანი, ტელეკომპანია ფორმულა. თქვენ საკმაოდ ბევრი ისაუბრეთ, რომ ოცნება მარტს ხდება, მომავალ წელს ინიშნება რიგგარეშე არჩევნები, კოალიციური მთავრობაში ვიქნებით და ასე შემდეგ. ამის პარალელურად ჩვენ ვხედავდით თქვენს წინასაარჩევნო კამპანიას, ჩვენ აუდიტორია, რომელიც ახლა თქვენ გიყურებთ, ან პოტენციურად თქვენი ამომრჩეველი, რომელიც ამბობდა, რომ ოპოზიციის წინასაარჩევნო კამპანია არის სუსტი, სად არის ოპოზიცია, არის არასწორი message box-ები. გვიან დაიწყეთ წინასაარჩევნო კამპანია, გასაგებია რომ ერთის მხრივ იყო ეს პანდემიური წინასაარჩევნო კამპანია, დაბუნებრივია ეს ამ ყველაფერს თან სდევდა. თუმცა მიუხედავად ამისა, ამის პარალელურად თქვენ ამბობთ და ისედაც საზოგადოებამ კარგად იცის, რომ ქართულ ოცნებას აქვს პრობლემები. ვიცით რომ გვისმენენ, ვიცით რომ არასწორი კურსით მიდის, ქვეყანა ამას მოწმობს ის კვლევები, რომლებსაც ბოლო პერიოდის განმავლობაში ვაქვეყნებთ, თუნდაც Edison Research, რომელმაც თქვა რომ 76% ამბობს, რომ არ მოსწონს ქვეყნის კურსი. ვიცით რომ სასამართლოს სისტემას აქვს პრობლემები, რომ სასამართლოს სისტემას მართავს კლანი, თუმცა ამის მიუხედავად, რა გაქვთ თქვენ სათქმელი, რას ეუბნებით თქვენს ამომრჩეველს, რომელიც უნდა მოვიდეს 2 ოქტომბერს და უნდა მოგცეთ თქვენ ხმა, რა უნდა იყოს მთავარი, რატომ გეკითხებით, რატომ უნდა გენდოთ ამომრჩეველი ოპოზიციას, რატომ გეკითხებით, იცით, დავასრულებ. იმ ფონზე, როდესაც ვნახეთ წინა არჩევნები და რომელიც გაყალბდა ასეთი იყო აზრი და ამას ამბობთ თქვენ და ასე შემდეგ რიგი არასამთავრობო ორგანიზაციები ამის შემდეგ ვნახეთ თქვენი ბოიკოტი იგივე არ შესვლა პარლამენტში თუმცა ამის შემდეგ ვიხილეთ ის რაც ვიხილეთ ახლა მეათე მოწვევის პარლამენტში ამიტომ რა უნდა იყოს ახლა თქვენი ამომრჩევლისთვის სარწმუნო იმისა რომ მათ ხმებს ბოლომდე დაიცავთ მათ პროტესტს რომ არჩევნები გაყალბდა ბოლომდე მიიყვანთ აი რა არის სათქმელი მთავარი თქვენი მადლობა პირველ რიგში არ დაგეთანხმებით რაში ეს არ არის ოპოზიციური პარტიების საქმე მხოლოდ დიახაც ჩვენ როგორც აქ უკვე ითქვა არ ვამბობთ და ვერც ვიტყვით და თუ ვინმე ამბობს არა გულწრფელია ჩვენ არ ყავს მოწინააღმდეგე ჩვენ ვიზავი არ არის პოლიტიკური პარტია ჩვენ ვართ დაპირისპირებაში შესული ჩვენ ყველანი ერთად ჯანსაღი ნაწილი საზოგადოების სხვა პროფესიის წარმომადგენლები რეჟიმთან ხო მე ვფიქრობ რომ აქ საუბარი როცა და ოპოზიციურმა პარტიამ ოპოზიციურ პარტიის რომელიღაცა პოლიტიკოსმა ნაკლები აქტიურობა გამოიჩინა ამა თუ იმ მოცემულ პერიოდში აბსოლუტურად უადგილო კი ბატონო მეც უფრო მოხარული ვიქნებოდი რომ ბევრი აქტიური პოლიტიკოსი იყოს დღეს ქართულ პოლიტიკაში მაგრამ პოლიტიკური პროცესი როგორც ასეთი უბრალოდ არის გარდაცვალების მიჯნაზე ხო როცა შენ პოლიტიკური პროცესი არ გაქვს ხო რთულია ეძებო პოლიტიკოსები ამ პოლიტიკურ პროცესში დღეს ჩვენ ვიბრძვით 2 ოქტომბერს რისთვის რომ მოვიპოვოთ შესაძლებლობა და შანსი რომ ამ ქვეყანაში ჩატარდეს თავისუფალ გარემოში არჩევნები არჩევნების მოპოვებისთვის ვიბრძვით 2 ოქტომბერს ჩვენ ყველანი ერთად უნდა მივიდეთ და ნება გამოვხატოთ იმისათვის რომ მომავალ წელს გაზაფხულზე ჩატარდეს არჩევნები და ამის შემდეგ კი ბატონო პროპორციული საარჩევნო სისტემით შეირჩეს და აირჩეს ის კოალიციური მმართველობა რასაც ხაზს დაუჭერს ქართული საზოგადოება მაგრამ ახლა გამოწვევა არის ეს რომ ჩვენ არა ხელისუფლებაში მოსვლისთვის ვემზადებით 2 ოქტომბერს არამედ საკვალიფიკაციო ეტაპი უნდა გავიაროთ ყველამ ერთად ყველა ინჟინერმაც ექიმმაც დიახაც დასუფთავების სამსახურის თანამშრომელმაც პედაგოგმაც და აქტიურად პოლიტიკურ პროცესებში ჩართულმა ადამიანმაც ვისაც პოლიტიკოს თქვენ უწოდებთ დიახაც მე ვფიქრობ აქ ნიშნის მოგებით საუბარი უბრალოდ უადგილოა არავის არ ემახსოვრება 2032 წელს 2030 წელს ვინ იყო პოლიტიკოსის ამპლუაში და ვინ იყო მაგალითად უნივერსიტეტში კათედრის თანამშრომელი რომელიღაცა ყველას გვეცოდინება ან ქვეყანა სახელმწიფომ 2 ოქტომბერს გაიმარჯვა 21 წლის ან დამარცხდა ამიტომ როდესაც ეს მოცემულობა გვაქვს მე ვფიქრობ აქ ყველანი თანაბრები ვართ ჩვენ პოლიტიკოსები ვართ რა თქმა უნდა შესაძლებლობა და მექანიზმი და იარაღი საზოგადოების ხელში რომ თქვენი დაკვეთები შევასრულოთ
მაგრამ ახლა ამ რეალობაში ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ მთავარი ხმა, მთავარი მოქალაქე არის საქართველოს მოქალაქე, რომელიც არ არის პოლიტიკური უფლებამოსილებით აღჭურვილი. დიახაც, ისინი არიან ჩვენთან ერთად ვალდებულები და ჩვენ ყველა ვართ ვალდებული, რომ ჩვენ შვილებს შემოუნახოთ შანსი 2 ოქტომბრის. მე ნამდვილად არ მინდა, რომ ლუკაშენკოს ბელორუსიად იქცეს 3 ოქტომბრის შემდეგ. და ამისთვის ვიბრძვი. ამიტომ ვიბრძვით მრავალფეროვნებისთვის. ამიტომ ვიბრძვით პლურალიზმისთვის. ამიტომ გვინდა, რომ ერთხელ და სამუდამოდ, როგორც საკრებულოების დონეზე, ასევე მთავრობის დონეზე მრავალპარტიული მმართველობა იყოს და არა ერთპარტიული მმართველობა. იმიტომ რომ დავინახე ახლაც და წინაც რა მანკიერება ზდევს ერთპარტიულ მმართველობას. ამიტომ რა არის საუკეთესო გამოსავალი? გეტყვით, აქტიურობა, რაც უკვე ვთქვი და თავდადება. არ დაგიმალავთ, რეჟიმის დამარცხება და ოლიგარქის დამარცხება არ არის მარტივი, მაგრამ საზოგადოება უნდა დარწმუნდეს იმაში და დარწმუნდება და ფიქრობ საათობრივად რწმუნდება, რომ ეს ის შემთხვევაა, როდესაც უკან დახევას არავინ არ აპირებს. კი ბატონო, წაუწდებათ ხელი არჩევნების გაყალბებისკენ? ჩვენ იქ ვიქნებით, რომ ეს ყველაფერი დავაფიქსიროთ. მაგრამ იმისათვის, რომ ეს ვერ გაბედონ, მარტივია გამოსავალი, მოძებნილია ეს გამოსავალი. ყველანი ერთად საარჩევნო ურნებზე და უბნებთან და ვერანაირი ძალა უხილავიც ვერ გაბედავს არჩევანი წაგართვას. არ ყავდება ხალხო ქვეყანაში, არ ყავდება არჩევნები იმ სხვაობით, იმ პროცენტით, რომ ივანიშვილმა შეძლოს გამარჯვება გაიფორმოს, გაყალბებითაც და ძალადობითაც. და ამაზე მეტყველებს სოციოლოგიური კვლევებიც, ხომ? არ ყავდება უბრალოდ. მაშინ პირდაპირ უნდა ყველანი დავრჩეთ ჩვენ სახლებში, მიუშვათ ეს ადამიანები საარჩევნო უბნებზე, ურნებთან და ეს ბღუჯა ტენონ საარჩევნო ყუთებში ის ბიულეტენები, ამას ხო არავინ არ დაუშვებთ. ამიტომ და დავასრულებ. 2 ოქტომბერი გვახსოვდეს, რომ არის თარიღი, როცა ჩვენ უნდა მოვიპოვოთ შესაძლებლობა, რომ მოწეს ჩატარდეს არჩევნები. შეიძლება გამოვეხმაურები განსაკუთრებულად იმ ნაწილს, სადაც თქვენ თქვით, რომ პრეტენზია არის ოპოზიციის მიმართ და მე ძალიან ყურადღებით ვეკიდები ყველა იმ კონკრეტულ თქვათ პრეტენზიას, რაც არის და ზოგადად ცვლილების სურვილი, რაც ჩვენ გამოძრავებს, ხო, არის ზუსტად ის, რომ ისეთი პოლიტიკური პროცესი შევქმნათ, სადაც კრიტიკა, როცა იქნება ოპოზიციის მიმართ, ჩვენს მიმართ, ჩვენ ეს გამოგვასწორებს და არა დაიწყება ამის გამო ლანძღვა, ჩხუბი, ჟურნალისტებზე თავდასხმა, ან კრიტიკოსებზე თავდასხმა. ეს არის ძალიან სწორი და ჯანსაღი პროცესი და კოალიციური მმართველობა ამას ძალიან უწყობს ხელს, იმიტომ რომ კოალიციაში ყველა ერთმანეთის მიმართ კარგი გაგებით ჩასაფრებული არის და ნებისმიერი სიგნალი საზოგადოებიდან რომ არ მომწონს ოპოზიცია როგორ იქცევი და მე ვიზიარებ, ბევრი გვაქვს ჩვენ შესაძლებელი, რომ ბევრი აი ეს მრავალფეროვანი საზოგადოების მოთხოვნები დავაკმაყოფილოთ. ეს არის აუცილებელი, ოღონდ ჩვენ ახლა ისიც არა გვაქვს, არჩევნებიც არა გვაქვს ჯერ. ეს ხო სპეცოპერაციაა, რაც ხდება. ამიტომ ჩვენ პოლიტიკური პროცესი უნდა დავიბრუნოთ პირველ რიგში, სადაც სიახლოვე პოლიტიკოსსა და ადამიანებს შორის, მათ შორის პრეტენზიების და კრიტიკის აღქმა იქნება ბევრად უფრო სწორი, გახსნილი და ასე შემდეგ. რატო უნდა მივიდან არჩევნებზე, რატო უნდა მიცენ ხმა? რატო უნდა, ხო? პირველი ამ არჩევნებზე წასვლა, მე რატო უნდა მინდონ, თავად უნდა გადაწყვიტონ, ვის უნდა ენდონ, მაგრამ არჩევნებზე მინდა გავაკეთო აქცენტი. პირველი არჩევნებზე წასვლა ეხლა ოპოზიციისთვის კი არ არის მნიშვნელოვანი. ამ არჩევნებით ეხლა ცვლილება გაამყარებს, ჩააბეტონებს განცდას, რომ ვინც არ უნდა მოვიდეს. ყველა ვარიანტში არჩევნები მუშაობს ამ ქვეყანაში. ყველა ვარიანტში, ესე იგი, პოლიტიკური ცხოვრების ისეთ გარანტიას ვიღებთ იმით, რომ არჩევნებს გადავარჩენთ, რომ ყველა მოქალაქე ირწმუნებს, რომ რაც არ უნდა რთული იყოს, საბოლოო ჯამში მე იარაღი ყოველთვის მრჩება, რომ შევცვალო. ეს არის წნეხი ნებისმიერი პოლიტიკოსისთვის და ეს არის დიდი იარაღი საქართველოს მოქალაქისთვის. მეორე, უნდა მოვიდეს და მისცეს ოპოზიციურ პარტიებს ხმა, იმიტომ რომ ცვლილებების გარეშე უბრალოდ საფრთხე გვაქვს, მშვიდობასა აქ საფრთხე. ჩვენ რაღაც პერიოდი ვცხოვრობდით ისე გვილამაზებდა ქართული ოცნება, რომ თითქოს, კარგი დემოკრატია ცოტა ვერ არის, მაგრამ შვიდად სტაბილურად ცხოვრობ. სად არის სტაბილურობა? სად არის? ქალაქის ცენტრში დადიან, ირტყმევინებიან. რეგიონებში დადიან, ირტყმევინებიან, სახეს უსერავენ, უჭრიან, ხოცავენ, კლავენ, იმუქრებიან, აშინებენ, უსმენენ. ვის უსმენენ? ხალხო, ჯანდაცვის სამინისტროს საშტო ბიუროს წარმომადგენელს. სად ცხოვრობთ? ეს ხო გამოსაფხიზლებელი რაღაცა. სკოლის დირექტორს
ლაპარაკობენ არასანდო პიროვნება რაღაცა საბჭოთა ტერმინოლოგიით. მე არ მჯერა რო არსებობს საქართველოს მოქალაქე, უბრალოდ არ მჯერა, რომელსაც ამის ცვლილება არ უნდა. ამიტომ ეს ხმის მიცემა არის მათ შორის სიგნალი, რომ არავის აღარ გაგაბედინებთ ესე მოპყრობას ჩვენთან. და რაც შეეხება რატო უნდა გვენდონ. მე ვერავის ვერ დამარწმუნებ, რომ პირადად მე მენდონ ან ვიღაცას ენდონ. ჩვენ ლამაზ თვალებს კი არ უნდა ვენდოთ. სისტემას უნდა ვენდოთ და სისტემა არის კოალიცია. კოალიცია გვაზღვევს ყველას იმ შეცდომებისგან, რასაც ჩვენ 30 წლის განმავლობაში ჩვენ სახელმწიფოში უყურებთ. ამიტომ სანდოობა არის პირველ რიგში იმისი, რომ ჩვენ, როდესაც და აქ არა ვართ ყველა ამ კოალიციიდან, მაგრამ როდესაც არის დაბალანსებული, აი ნაციონალური მოძრაობა ამბობს, რომ თბილისში ეს ხო წინასწარ კოალიციის შექმნა, თბილისში მე არ ვაყენებ საერთოდ მაჟორიტარს. პირდაპირ უკვე გარანტია წინასწარ ანახა, რომ კი არ იტყვება, რომ მერე კოალიცია იქნება. უკვე შექმნა კოალიცია, იმიტომ რომ საერთოდ არც ერთ მაჟორიტარი თბილისში არ დააყენა. ასე შემდეგ, აი ამას უნდა ენდონ კოალიციურ მართლობას და მერე ეხა ჩვენ ცუდად მოვიქცევით, კინწისყრის უნდა გაგვაგდონ იგივე იმ არჩევნებით, რომელსაც ეხა მოიპოვებენ. კარგად მოვიქცევით, უნდა ისევ გქონდეს ნდობა. მე მინდა კომენტარი გავაკეთო იმაზე ოპოზიციასთან დაკავშირებით. ოპოზიციამ კამპანია გვიან დაიწყო და არ ჩანდა ისეთი აქტური როგორც უნდა ჩანდესო. ერთი მგონია რომ ეს ყველაფერი გამომდინარეობს იქიდან რომ რაღაცა მოლოდინი არსებობს ჯერ კიდე საზოგადოებაში რომ არ ვიცი რაღაც ელოდებიან ცხენზე ამხედრებული ვიღაცა პრინც რომელიც მოვა და რაღაცა ყველაფერს დაალაგებს და გამოასწორებს და გააკეთებს და ასე შემდეგ. თუ რამე იცვლება კოალიციური მთავრობით იცვლება ეგ და ეგ გასაგებია რომ ამ ქვეყნისთვის პირველი პრეცედენტი იქნება, მაგრამ ეგ აქვს სასწავლი მათ შორის ჯამში ამ ქვეყანას და ამ საზოგადოებას რომ ეგეთი რამის მოლოდინი ახლა აღარ უნდა გქონდეთ. არანაირ თეთრი პრინცი არ იქნება. იქნება კოალიცია განსხვავებული პარტიები, განსხვავებული ხედვებით და შემდეგ მოხდება ამ ხედვების შეჯერება და მათ შორის კომპრომისების გზით გარკვეული ნაბიჯების გადაგმა, რომელიც ამ ქვეყანას წინ წაიყვანს. ეს არის ერთი. მეორე არის ის, რომ პანდემია ქვეყანაში და თუ რამე აკლია ეხლა რასაც შეჩეული იყო ტრადიციულად ამ ქვეყნის მოქალაქეები და მათ შორის თქვენ ჟურნალისტებიც რომ ნახავდით, ეს არის რაღაცა მიტინგები სხვადასხვა ქალაქებში და მე თბილისში დიდი მიტინგი და ასე შემდეგ და არ არის ეგეთი რაღაცები, მათ შორის პანდემიის გამოც და ბევრი სხვა მიზეზების გამოც, მათ შორის სუსის გამოც. და კი ეს ჩანს, მაგრამ სულაც არ მგონია რომ ამის გამო კამპანიას რამე აკლია. ეს ორი. მესამე ის თქვენს მინდოდა ეს ოპოზიციური პარტიები და პოლიტიკოსები თუნდაც ჩვენ როზი ვართ რაღაცა ის რობოტები კი არ ჩვეულებრივი ადამიანები ვართ ჩვენ. გასული წლის გაალბებული ჩემი აზრით არჩევნების შემდეგ სერიოზული პოლიტიკური ძვრები იყო ამ ქვეყანაში, როგორც ქართულ ოცნებაში, ისე ოპოზიციის ფლანგზე. ბევრი ცვლილება მოხდა, ხო? ჩემი პარტია გაიყო ორ ნაწილად და მე და ჩემი მეგობრებს პრაქტიკულად ნულიდან დავიწყეთ რაღაცების კეთება. ნაციონალური მოძრაობა დატოვა რამდენიმე ადამიანმა, მათ შორის ლიდერებმა, ხო? დროა საერთოდ ახალი პარტია არის. ევროპული საქართველოსდან წავიდა ძალიან ბევრი ადამიანი. იმის გამო მათ შორის რაღაცა მძიმე და რთული პოლიტიკური პროცესები მიდიოდა თავისი მოლაპარაკებები და ამითი და იმითი. სხვადასხვა ადამიანებმა სხვადასხვა ტიპის პოლიტიკური ნაბიჯები გადაადგეს. ამას იმიტომ არ მომბრო ვიღაც ნაბიჯები შევაფასო, ამას საბოლოო ჯამში ალბათ რავის მომავალი შეაფასებს. ეხა იმის განჯდას არანაირი შინაარსი არ აქვს, მაგრამ იმის თქმა უნდა ჩვენ ჩვეულებრივი ადამიანები ვართ, ძალიან რთული პროცესები გვაქვს გავლილი და საბოლოო ჯამში მაინც მოვახერხეთ ამდენი თვის შემდეგ რომ მივედით ბევრ მნიშვნელოვან შეთანხმებამდე. მათ შორის აქ რო ვზივართ და განსხვავებული ხედვები გვაქვს და პრინციპულ საკითხებზე რო ვართ შეთანხმებული, ეს არ არის მარტივი ამბავი. არც ჩემთვის არ არის მარტივი, არც ელენესთვის და არც ნიკასთვის. მეც ყავს ხადაჭერები, რომლებსაც არ მოწოთ ნაციონალური მოძრაობა. ნაციონალური მოძრაობას ყავს ძალიან ბევრი ხადაჭერი, რომელიც მე არასოდეს ხარს არ დამიჭერს, იმის გამო მე რაც გამიკეთებია და რასაც ვაჟღერებ და ასე შემდეგ, მაგრამ ჩვენ გავიარეთ ძალიან ეს რთული პროცესი და მოვედით აქამდე. არავინ არ ამბობს დღეს, რომ რაღაცა გავით და მთებს გადავდგამთ რაღაცა, მაგრამ ჩვენ ვართ იმ კონდიციაში და იმ ზაობაში, რომ ზუსტად ვიცით, საით უნდა წავიდეს ქვეყანა და მზად ვართ ჩვენ თავზე ავიღოთ პასუხისგებლობა. ეს არის, რატო უნდა დაგვიჭიროს ხარი და რატო უნდა გვენდოს? ამის გამო უნდა გვენდოს, რომ მეტი არავინ არ არის. ამ ქვეყანაში რამის შეცვლა თუ გინდა, ჩვენ ვართ. სხვა არავინ არ არის, ვერც არავინ არ გაჩნდება და ჩვენ ვართ ის ხალხი, ვინც თავარ დაკვეთას ვასრულებთ, ჩემი აზრით, რაც არის, რომ ამ ქვეყანაში აღარ იყოს მომავალში ერთი კაცის ან ერთი პარტიის ხელში კონცენტრირებული ძალაუფლება და აღარ წავიდეთ იგივე მანკიერ წრეზე, რამდენადაც 1000-ჯერ უკვე მოვიტეხეთ ცხვირი. ამის გამო უნდა გვენდო ჩვენ. მადლობა. შემდეგი შეკითხვას დასვამს ტელეკომპანია რუსთავი 2. გამარჯობა, ქეთევან სანთარაია. ბატონიკა, პირველ რიგში თქვენ დაგისვამთ კითხვას მიხეილ სააკაშვილის გეგმებთან დაკავშირებით და ზოგადად კიდევ ერთხელ ვკითხეთ მოლოდინი თქვენი რა არის და ასევე ამ შეკითხვასაც ორ ნაწილად გავყოფ. პირველი მინდა გკითხოთ, გუშინ თქვენ თქვით, რომ არ გამორიცხავთ და გაქვთ ინფორმაცია, რომ შესაძლო არის პრეზიდენტმა მისი შეწყალება ის შეიწყალოს. ეს რამდენად რეალური არის, ესეც რო გკითხათ და მეორე
მარია კალიურანდის ინტერვიუ ამერიკის ხმასთან. და ის ამბობს და იხსენებს მიხეილ სააკაშვილთან საუბარს და ამბობს, რომ ყოფილ პრეზიდენტს მკაფიოდ ვუთხარი, რომ არ დაუშვას არანაირი პროვოკაცია, რომ არ გაღრმავდეს ის პოლარიზაცია, რომელიც არსებობს. რამდენად რეალურად ხედავს ევროპარლამენტარი ამ საფრთხეს და ამ საშიშროებას? და ორივე ნაწილთან დაკავშირებით რომ იპასუხოთ პრეზიდენტის შეწყალებაზეც და ამასაც. შეწყალებასთან დაკავშირებით კი პასუხებთ. ნუ რატო აკეთებს ქართული ოცნება ამას და რატო ავალებს რამდენიმე პროკურორს რომ ახალი სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში ნიადაგი მოამზადონ ახალი ბრალისთვის მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ეს თავად ქართულ ოცნებას უნდა ჰკითხოთ, თუმცა მგონია რომ აზრი არ აქვს ამ კითხვას, უბრალოდ პასუხის გასაცემად, მათ დროც კი აღარ ექნება, სულ რამდენიმე დღე დარჩათ მათ ხელისუფლებაში ყოფნის, ანუ იმ დანაშაულებრივი რგოლების და წარმომადგენლების 3 ოქტომბრის შემდეგ დიახაც ახლა ნომინალურად იქნებიან და ფორმალურად იქ სადაც არიან, მაგრამ ვეღარ გაბედავენ აკეთონ ის, რაც მათ სურთ კონსტიტუციის მიღმა. მე ვფიქრობ ეს მიუთითებს მათ უბრალოდ პანიკურ გამოხდომას. სხვაგვარად ვერ წარმოვიდგენია სალომე ზურაბიშვილთან მიმართებაში მათ როგორც ჩანს დობა აღარ აქვთ და ნუ მინიმუმ თეორიულად უშვებენ შესაძლებლობას რომ მან სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალოს ერთი ხელმოწერით მიხეილ სააკაშვილი და ამით ყველა ბრალი რომელიც უბრალოდ არის უკვე ძალაში შესული გამანტყუნებელი განაჩენის სახით გაქარწყლდეს და დაზღვევის მიზნით აქვს მოფიქრებული ის რაზეც ამ წუთაც საუბრობთ. ამის მიღმა მე ბევრს ვერაფერს ვეღარ დავამატებ. მე ვფიქრობ უბრალოდ ღელავენ და არარაციონალურად იქცევიან ნახაც ქართული ოცნების წარმომადგენლები. რაც შეეხება ხა მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებას, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლას, იცით, მე არ მგონია ნებისმიერი ჩვენგანი რო ვიყოთ მის ადგილზე არ ქონოდა იგივე სურვილი რომ ყოფილიყავით საკუთარ ქვეყანაში, საკუთარ სამშობლოში. მე დაწუნებული ვარ, თითოეულ ჩვენგანს გვექნებოდა, თითოეულ მაყურებელს, ვინც ახლა თვალყურ ჩვენ გვადევნებს, გვექნებოდა, მით უფრო, როდესაც საუბარია მესამე პრეზიდენტზე ამ სახელმწიფოზე, რომელმაც ძალიან ბევრი რამ გააკეთა და ძალიან დიდი ნაბიჯი გადადგა სახელმწიფომ 2003 წლიდან 2012 წლამდე და მას პირველ რიგში არასოდეს არ უარყვია რომ ამ წარმატებების კვალდაკვალ ბევრი შეცდომა და მძიმე შეცდომაც დაუშვია წინა ხელისუფლებას და არავის არ უარყვია და მიმაჩნია რომ ეს არის ჩვენი მონოპოლარი ახალი განახლებული ნაციონალური მოძრაობის ჩვენ არ ვერიდებით საუბარს არც წარმატებებზე და არც წარუმატებლობაზე მაგრამ თქმა იმისა რომ ადამიანი იდევნება უკანონოდ ადამიანი არის პოლიტიკური დევნილი არავის არ უნდა ერიდებოდეს მით უფრო როდესაც ჩვენ სასამართლო გვაქვს ბატონი მურუსიძის ხელში რომელსაც ყველა იცნობს საერთაშორისო ჩვენი პარტნიორებიდან დაწყებული საქართველოს მოქალაქეებით გაგრძელებული და ნდობა მათ მიმართ არის ნულოვანი მეტიც ჯიბის პროკურატურამ და სასამართლო მურუსიძის როდესაც ბრალი წაუყენა და მე განაჩენილი გამოუტანა ხო რამდენად სამართლიანია ეს კიდევ ცალკე მსჯელობის საკითხია მაგრამ ამ პირობებში როდესაც ადამიანი არის დევნილი რა გასაკვირია რომ უნდა ჩამოსვლა და საქართველოში ყოფნა ადამიანი მოდის აბსოლუტურად მშვიდობიანად და ამით გადავალ ევროპარლამენტარის კომენტარზეც ზედმიწევნით მშვიდობიანად საჯაროდ აბსოლუტურად ღიად განაცხადა არა საცალფეხო ბილიკით შემოდის არა სახელმწიფო ასე თქვა საზღვიდან უნდა შემოპარო ადამიანს ძალიან საჯაროდ თქვა და გზავნილს ამ ყველაფერს აძლიერებს იმით რომ მოდის ოჯახისა წევრთან ერთად და ქალბატონმა წულუკიანმა გუშინ ძალიან უკბილოდ და ჩემის აზრით ძალიან უზრუნველად და კნინობითად დამცინავად თქვა რომ იცით რა დედასთან ერთად მოდისო დიახაც საქართველოს ისტორიის ამ გარდამტეხ პერიოდში დიახაც მშობლებთან ერთად ვიბრძვით ვიღაცა დედასთან ერთად იბრძვის ვიღაცა მამასთან ერთად იბრძვის და ვიღაცა არ ვიცი დასთან და ძმასთან ერთად იბრძვის იმიტომ რომ ყველა ვართ პირველ რიგში საქართველოს მოქალაქეები და ქართველები და ამ ჟესტით მიხეილ სააკაშვილი ადასტურებს რომ იგი გულისხმობს თავიდან ბოლომდე მშვიდობიან აქტს და ძალიან კარგადაც ითვალისწინებს ყველა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორის წუხილს და პირველ რიგში თუ ვინმეს არ გსურს
არ გსურს რა თქმა უნდა რომ ხელისუფლებას ივანიშვილს რეჟიმს მივცეთ პროვოკაციაზე მოწყობის შესაძლებლობა ეს ვართ ჩვენ ნაციონალური მოძრაობა და მიხეილ სააკაშვილი მაგრამ ადამიანი ამავე დროს ამბობს რომ მე მაქვს უფლება არ მინდა ვიყო დევნილობაში დიახაც საკუთარი სიცოცხლის უსაფრთხოების თავისუფლების ასე თქვათ ხარჯზე მოვდივარ და დაეკი ბატონო აპირებთ ჩემს დაკავებას უსამართლოდ ვიყო იქ სადაც გინდათ რომ ვიყო მაგრამ ვიქნები ქართულ ხალხთან ერთად ამაში მე ვფიქრობ გასაკვირი არაფერი არ არის მაგრამ ყველამ უნდა ვიცოდეთ რომ ეს ხელისუფლება შეიძლება არჩევნების გზით შეიძლება აუცილებლად თანაც 2 ოქტომბერს და 2 ოქტომბერს ჩვენ გვექნება უკვე შესაძლებლობა რომ გაზაფხულზე ჩავატაროთ ის არჩევნები საპარლამენტო რომელსაც მივნატრით თაობები და გვინდა რომ არჩევნებზე აი ეს მოძველ ბიჭო სუსტად დაკავშირებული ელემენტები საარჩევნო უბნებთან აღარ იდგნენ ნდობა გაჩნდეს CSKO-ს მიმართ სასამართლოს მიმართ ეს ყველაფერი მოხდება ერთი ხელის მოსმით იმ შემთხვევაში როდესაც კოალიციური მმართველობა იქნება აღარ იქნება ნებათა ღელვა ამიტომ ვფიქრობ ყველა საქართველოს პრეზიდენტს ნეტა ზვიად გამსახურდიაც ცოცხალი ყოფილიყო და ისიც ყოფილიყო და შურს ალბათ ყველა საქართველოს მოქალაქეს როდესაც ხედავს უკრაინაში უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს ყველა პრეზიდენტს პრაქტიკულად ერთად დგომს ეს პოლიტიკური სტანდარტი ხომ უნდა დავამკვიდროთ ამიტომ ეს არის ძალიან მოკლე ამდენ მოკლე გამომივიდა სხვა საკითხია პასუხი შვიდობას თავიდან ბოლომდე გულისხმობთ და მიხეილ სააკაშვილი დიახაც ამას ხაზს უსვამს როდესაც ბრუნდება ქვეყანაში დედასთან ერთად და მით უმეტეს იცის რომ ის თვითფრინავი რომელშიც იგი იჯდება არავინ არ იცის რომელ აეროპორტში დაჯდება იქნება თბილისის საერთაშორისო აეროპორტი თუ რომელიმე სხვა ხო არავინ არ იცის ხო არა მოდის და მეც მის ადგილზე იგივეს გავაკეთებდით თქვენს მის ადგილზე იგივენაირად მოიქცეოდით ქვეყანაში ყავდეს მართლად საქართველოს მოქალაქეს ბატონი ღარიბაშვილი კობახიძე კალაძე და სხვები და არ კონდეს მიხეილ სააკაშვილს უბრალოდ ქვეყანაში ყოფნის შესაძლებლობა მე ვფიქრობ მინიმუმ უსამართლობა მით უმეტეს ადამიანი ესეც სადაა რამდენად უნდა ფიქრობდეს ასე მაგრამ ნუ მიიღო გადაწყვეტილება თქვა რომ მე თანამდებობისთვის არ ვიბრძვი და გამოვიდოდი იმიტომ რომ რაიმე თანამდებობა დავიკავო მაგრამ აქვს დიახაც შიდა პიროვნული კონფლიქტი უბრალოდ დევნილად ყოფნა ამ ადამიანს აღარ უნდა რამდენადაც ყველა არის საქმის გულში რომ მის მიერ და მის წინააღმდეგ უბრალოდ წაყენებულ ბრალდებებს ქართული ოცნება მხოლოდ შიდა მოხმარებისთვის იყენებს მხოლოდ საკუთარი პროპაგანდისტული არხებით ტირაჟირებისთვის იყენებს წინააღმდეგ შემთხვევაში ერთხელ მაინც ხო შეიძლებოდა ამ წლების განმავლობაში მისი ექსტრადირების საკითხი დაეყენებიათ არა მსგავს არაფერს არ აკეთებდნენ უბრალოდ რომ სხვადასხვა პროპაგანდისტული არხებით ესაუბრათ რომ აი მიხეილ სააკაშვილი არის დევნილი არა ბრალდებულია უკვე პრაქტიკულად ტკიცებით ფორმაში საუბრობენ რომ დამნაშავე ამავე დროს პარალელურად კი არ ითხოვდნენ ექსტრადირებას ადამიანო გადაწყვიტა რომ ამ ყველაფერს წერტილი დაუსვას და აბსოლუტურად მშვიდობიანად ისე რომ არანაირი შესაძლებლობა ბიზნესში პროვოკაციის მოწყობის არ ექნება დიდი სურვილი აქვს მაგრამ არ ექნება მე თუ ზურა შენ ხარ გინდოდა ეხლა მოკლედ ნიშნავანი საკითხია და მინდა რომ მეც გამოვეხმაურო ეხლა ქართული ოცნებას ძალიან დიდი სურვილი აქვს რომ და ეს ხო შორის მოშეს ინსტრუქციებშიც ეწერა საოცრებები ტივდება მოშეს ინსტრუქციებშიც ეწერა და ქართული ოცნების ამოცანა არის რომ როგორმე რეალობა რომელიც შესთავაზა ოპოზიციამ საზოგადოებას რომ ჩვენ გვინდა კოალიციაზე გადასვლა არავის ერთპარტიული ერთპიროვნული მართლობა აღარ გვინდა წერტილი არავისი აი და ეს შეთავაზება არის იმდენად მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის ხალხისთვის იმდენად დიდ არჩევანს აძლევს ყველას რომ ვისაც არ მოწონა რომ მე მიცეს ხმა ნიკას ვისაც არ მოწონს ნიკა მიცეს ხმა ზურას და ლელოს და ევროპულ საქართველოს და სხვა იმდენად მრავალფეროვანი არის არჩევანი რომ ქართული ოცნება ჩავარდა ისტერიკაში
იმიტომ უწერიათ იმ მოშესიმაში რაღაც ინსტრუქციებში, რომ წავშალოთ ყველა შუაში, მარტო უნდა იყოს ნაციონალური მოძრაობა მიხეილ სააკაშვილი. ჩვენ საზოგადოებაში როგორი რეალობაა? არის უამრავი ადამიანი, ვისაც უნდა მიხეილ სააკაშვილი და ეს მათი საქმეა. ყველა შეეგუოს, რომ პოლიტიკურ პარტიას ჩვენ არ განსაზღვრავთ, ხალხი განსაზღვრავს. ასევე არსებობს ხალხი, ვისაც ქართული ოცნება უნდა. და აბა ვინმეს მოუტრიალდეს ჩვენ როცა მთავრობაში მოვალთ. ენა და შეურაცხყოფა მიაყენოს ქართული ოცნების ამომრჩეველს. არავის ამის უფლებას არ მივცემ წინასწარ ვიცახი და არც აქვთ ამის სურვილი. იმიტომ რომ ხალხის დაყოფა ამომრჩევლებად არის კატასტროფა, არის დახლეჩა. ზუსტად ესე ყავს ამომრჩეველი, არის ამომრჩეველი, რომელსაც არ უნდა მიხეილ სააკაშვილი, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ძალიან არ უნდა, დიდი ფიგურაა, ვიღაცას ძალიან უყვარს, ვიღაცას ძალიან არ უყვარს. არჩევნები რაზეა? ვინ ვის უყვარს იმაზეა? არჩევნები არის რას ვირჩევთ და ბიულეტენში ჩვენ ეხლა რაც არ უნდა ილაპარაკოს მოშემ და ბიძინამ ბიულეტენში წერია 1 2 3 4 5 6 მე-6 მე-7 მე-8 მე-9 პარტია ეს მრავალფეროვანი არჩევანი უკვე შემდგარი არის ამიტომ როგორც არ უნდა ეცადოს დღეს ქართული ოცნება 2 ოქტომბერი არის კოალიციური შეთავაზების არჩევნები ვერაფრით ეს ვერ გადაიფარება მრავალფეროვანი კოალიცია ეს არის საქართველოს მომავალი ეს არის არჩევნები ვერანაირად ამ დღის წესრიგს ქართული ოცნება ვერ წაშლის და მეორე ხან იქამ თქვა და მეც დავამატებ რა თქმა უნდა ყველაფერი იქნება მშვიდობიანად პრემიერ-მინისტრი რომ გამოდის და იძახის წინასწარ თვითონ რომ იძახის დავახვედრებ ამას მოვახვედრებ იმას ნუ რა ვიცი ეხლა აკი არ მიკვირს ლექსო ლაშქარავას კოლელები ქუჩაში დადიან თავისუფლად დღეს თქვენი კოლეგის არ მიკვირს მორალს აზრი არ აქვს მათთან მორალის კითხვას მაგრამ ეს უნდა დავამთავროთ ზუსტად ეს უნდა დავამთავროთ ამას იმას დავაპირისპირებ იმას ამას დავაპირისპირებ კი არა გავაერთიანებ აი ამით მოვდივართ ჩვენ კოალიციური შეთავაზები და ვერავინ ამ დღის წესრიგს ვერ შეცვლის შემდეგი შეკითხვას დასვამს მაესტრო მოგესალმებით ნათია გოგოლაშვილი ტელეკომპანია მაესტრო ძალიან ბევრი ისაუბრეთ ხმების დაცვაზე და რიგარეშე საპარლამენტო არჩევნებზე ამ საკითხთან დაკავშირებით მექნება შეკითხვა უპირველეს ყოვლისა ხმების დაცვაზე როცა საუბრობთ რა როლი ექნება ამ პროცესში მიხეილ სააკაშვილს მით უფრო როდესაც ის პირდაპირ ამბობს რომ ერთ-ერთი მიზანი აქ ჩამოსვლის სწორედ ეს არის რომ ხმების დაცვაში მიიღოს მონაწილეობა აქ გასათვალისწინებელია დრო 2 ოქტომბერი 23 საათი და 5 წუთი როდესაც პრაქტიკულად დასრულებულია საუბნოს არჩევნო კომისიებში ხმების დათვლის პროცესში თქვენ ახსენეთ რომ იცით როგორ აიდო თავიდან კარუსელები ან კენჭისყრის პროცესს გულისხმობდით რაც შეეხება რიგარეშე საპარლამენტო არჩევნებს ერთ-ერთ მთავარ გარანტორად აქ გაქვთ მოყვანილი მიშელის დოკუმენტი რომელზეც ქართული ოცნება ამბობს რომ ის არის ანულირებული ქავტონო ელენე თქვენ თქვით რომ არჩევნების შემდგომ დაიწყებთ მოლაპარაკებებს საერთაშორისო პარტნიორებთან რამდენად არიან ისინი მზად ამასთან დაკავშირებით სასაუბროთ თუ გქონიათ უკვე კომუნიკაცია მათთან უკვე ანულირებული დოკუმენტის შემდგომ და ბატონო ნიკა რამდენიმე დღის წინ გქონდათ კარლ ჰარცელთან შეხვედრა მართალია ის შეხვედრა გადაფარა თქვენი და კობახიძის დაპირისპირება მაგრამ მე მაინტერესებს ამ საკითხთან დაკავშირებით თუ მიიღეთ რაიმე ტიპის გარანტიები მადლობა მოკლედ გიპასუხეთ პრინციპში ამაზე პასუხი უკვე გავეცი ხმის დაცვის თაობაზე, ბატონო? იცით რა, მე აქედან თქვენი ეთერის შესაძლებლობასაც გამოვიყენებ და ყველა ემიგრანტს მეც ვთხოვდი, ვისაც აქვს შესაძლებლობა, რომ დაბრუნდეს 2 ოქტომბერს, 2 ოქტომბრისთვის და მონაწილეობა მიიღოს ამ ისტორიულ მოვლენაში. მონაწილეობა მიიღოს იმ ზეიმში, რომელსაც ადგილი ექნება. ექნება აუცილებლად ადგილი, როდესაც რეჟიმი მარცხდება, ეხა ვერ აუგზავნო ადამიანებს იზეიმონ და მე ვფიქრობ რომ ამას ადგილი ექნება და რაც შეეხება ხმების დაცვას საუკეთესო გამოსავალი ერთ-ერთი გამოსავალი ძირითადი გამოსავალი არის მაღალ აქტიურობაში და ეს ასეც იქნება მე ამის მზაობას ხედავ საზოგადოებაში და დანარჩენზე უბრალოდ ვისაუბრე მეორე კითხვა რა იყო ბოდიშით იცით რა გამორიც ქართული ოცნება თავად არის შეგუებული აზრს რომ ამ ქვეყანაში ახალი არჩევნები ჩატარდება. უბრალოდ ციური მანანას იმედი აქვს. და ნუ გვაქვს მოლოდინი რომ
ეხლა ჩვენ სადგომას აქ რომ ბატონი, არ ვიცი, ნებისმიერი ქართული ოცნების ლიდერი ან კალაძე, ან კობახიძე, ან არ ვიცი, ვინც არიან იქნე აქ ისხდნენ, ისინი იტყვიან, რომ იცით რა, ჩვენ ჩავნიშნავთ აუცილებლად ვადამდე საპარლამენტო არჩევნებს. თავადვე ამბობენ და ხას უსვამენ, აი ნახეთ დააკვირდით მათ კომენტარებში 1%-ით რომ ავიღოთ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები არ ჩაინიშნება და ვის ესაუბრებიან როცა ამას ამბობენ, ესაუბრებიან საკუთარი პარტიის აქტივისტებს და წევრებს, რომ ორში გავიმეორებ, საღამოს გვიან 11 საათზე არ ჩამოეშალოთ პარტიული ინფრასტრუქტურა და რეგიონ დადის ეხა ბატონი კობახიძე და ესაუბრება თავის შტაბის წევრებს, ნუ ნერვიულობთ, სადღაც ვიგებთ, სადღაც ვაგებთ 53%-ის აღების იმედი თავადაც არა აქვს და ეს დიდი ხანია ასეა და ეუბნებიან თავის დამოს ახალი არჩევნები არ ჩაინიშნება რომ იმ 3-4 საათში იმის შიშიც აქვს თუ არ ჩამოეშალოთ საკუთარი პარტია და მთავარი პასუხი კითხვაზე რამდენად ჩაინიშნება თუ არ ჩაინიშნება ვადამდელი არჩევნები ეს უკვე თავიდან ბოლომდე დამოკიდებული იქნება ქართულ ხალხზე და საერთაშორისო პარტნიორებზე რომელსაც დიახაც აქვთ არა უბრალოდ პოზიცია, არამედ ვალდებულება აქვთ შეთანხმებიდან გამომდინარე, რომ ქართულ ხალხთან ერთად დადგნენ. მადლობა. კარლ ხარცელთან დაკავშირებითაც კითხეთ, ევროკავშირისგან თუ მიიღეთ მსგავსი ტიპის გარანტია. საერთაშორისო პარტნიორებს, განსაკუთრებით მათ, ვინც ამ დოკუმენტზე ხელი მოაწერა, ვალდებულება აქვთ ყველაფერს თავიდან და არა უბრალოდ პოზიცია. და იმ შეხვედრის პერიპეტიებზე უბრალოდ ვერ ვისაუბრებ, ვინაიდან დახურული ტიპის შეხვედრა იყო და არ იქნება სწორი დეტალების ჩაჯეროთ გამოტანის, მაგრამ მე ვფიქრობ, ამომწურავია პასუხი ჩემი საერთაშორისო ჩვენს პარტნიორებს, ამ სახელმწიფოს კომაგებს, არა უბრალოდ პოზიცია აქვთ, ისეთი როგორიც ყველა ნორმალურ საქართველოს მოქალაქეს აქვს და აღიარებს. შეთანხმება ძალაშია და ბატონ კობახიძეს არ უჯერებს, არამედ ვალდებულება აქვს და თავად განსაზღვრეთ, ეხლა რა პოზიცია შეიძლება კონდეს ნებისმიერ ჩვენს პარტნიორს. მადლობა. 53%-ად შეეხება მნიშვნელოვანია, რომ ეს გვესმოდეს, რომ ეს არ არის რაღაცა ოპოზიციური პარტიების აკვიატება. ამ 53%-ის ჩაწერას იმ შეთანხმებაში ქონდა მთელი პრეისტორია. ეს დაიწყო იმით, რომ ოპოზიციური სპექტრი მთლიანად არ აღიარებდა წინაარჩევნების შედეგებს. თუმცა ეს არ იყო მთავარი მიზეზი, რის გამოც ის იქ ჩაიწერა. ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი, რომელსაც ჩვენ მოლაპარაკების მაგიდასთან ვიყენებდით, რომელიც იყო დამაჯერებელი ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის, რომელზეც მათ არ ქონდათ საწინააღმდეგო რაიმე არგუმენტი, იყო ის, რომ არჩევნების შემდეგ, მიუხედავად იმისა, ეს არჩევნები ლეგიტიმურად თვლი თუ არ თვლი, ქართული ოცნება დაიშალა. სის პირველი ნომერი ვინც იყო პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, ვინც ჩაატარა კამპანია და გასცა დაპირებები, ეს ადამიანი წავიდა პარტიიდან და პარტიის თავმჯდომარე ვინც იყო, იმას საერთოდ გამოაცხადა, რომ პოლიტიკიდან წავედიო. სამეცად არანაირი ლეგიტიმაცია უკვე მაგ მომენტის შემდეგ იმ ხელისუფლებას არ ქონდა. ამიტომ ჩაიწერა 53% იქ, 53%-ის ჩაწერა ნიშნავდა, რომ და მათ შორის ეს უძღვის წინ, რომ პარტიები ვერ შევთანხმდით იმაზე, წინაარჩევნების შედეგები იყო თუ არა ლეგიტიმური და ამიტომ ჩაიდო ლეგიტიმაციის ტესტი 53%. ანუ ამერიკელებმა და ევროპელებმა ჩვენთან ერთად და ქართულ ოცნებასთან ერთად რომელმაც ხელი მოაწერა ამაზე, ერთად ყველა შევთანხმდით იმაზე, რომ თუ 53%-ს ქართული ოცნება ვერ იღებს, შესაბამისად ეს ხელისუფლება არის არალეგიტიმური, ანუ გვეყოლება უზურპატორი. თუ 53% ვერ აიღეს და მაინც სცადეს ხელისუფლებაში დარჩენა, ჩვენ გვეყოლება უზურპატორი და ჩემი აზრით უზურპატორის მიმართ დამოკიდებულება ზუსტად ერთნაირი უნდა ქონდეს მეც თქვენს და ნებისმიერ ამ ქვეყნის მოქალაქეს. არ შეიძლება თავზე გაждდეს მოძალადე და ამას ითმედე. მონახარ მაშინ და სხვა ტიპის სახელმწიფოს აშენებ. ჩვენ გვინდა თავისუფალი ქვეყნის აშენება. ეს არის ერთი. დასავლელი პარტნიორების და მათ შორის ევროკავშირის პოზიციასაც შეეხება ამ წუთის მდგომარეობით გარანტიებს ისინი არაფერზე არ იძლევიან და ვერც მოგცემენ ვერანაირ გარანტიებს, მაგრამ მე რა ინფორმაციაც მაგ და რაც ქონდა ბოლო კომუნიკაცია მათთან, ცასახად ჩანდა, რომ მათ ქართული ოცნება ეუბნება, რომ თუ ისინი ვერ აიღებენ 53%-ს, ისინი გავლენ გაიყვანენ ამ ქვეყანას ხელახალ არჩევნებზე. ისინი ამას საჯაროდ არ ამბობენ, იმიტომ რომ ეს რო თქვან ჩამოეშლება მთელი პარტიული სისტემა, მაგრამ შიდა საუბრებში ისინი ამას ეუბნებიან. ანუ მე რო ვეუბნები ევროპელებს, რომ მე მჭირდება თქვენგან დასტური, რომ ორში ღამე, როდესაც დაჯდება, რომ ქართული ოცნება ვერ აიღო 53%, თქვენ საჯაროდ თქვათ, რომ ეს ქვეყანა უნდა გავიდეს მომავალ ხელახალ არჩევნებზე, იქიდან ამ მომენტისთვის პასუხი არის, რომ მათ ქართული ოცნებამ ისინი ამას გააკეთებენ, ამიტომ ისინი წინასწარ არანაირ განცხადებას არ აკეთებენ. ეს არის ამ წუთის მდგომარეობით მოცემულობა. მადლობა. შემდეგი შეკითხვას დასვამს ტელეკომპანია იმედი. მოგესალმებით, ანა ბერძენიშვილი, ტელეკომპანია იმედი. ბატონო ნიგა, თქვენთან მექნება პირველი შეკითხვა.
თქვენ ახსენეთ რეიტინგები, მათ შორის პარტიული რეიტინგები. სადაც თქვენ მარცხდებით კახა კალაძესთან. ასევე ბოლო დღეებში გამოქვეყნებულ ყველა სხვა რეიტინგებშიც თქვენ მარცხდებით ქართული ოცნების კანდიდატთან. ჩემი კითხვა ასეთია, არც ერთ რეიტინგს არ ენდობით და ასევე მარცხის შემთხვევაში ემზადებით თუ არა ქუჩისთვის. რომელ კვლევებს გულისხმობთ, კვლევის შედეგებს, ეს ალბათ პროგნოზირებადია, ალბათ იმ კვლევის შედეგებს, რომელსაც პარტიული ოფისი ქართული ოცნების ავრცელებს. კარგი, თქვენ თავად თუ გჯერათ ამ კვლევების თქვენი უფლებაა და პატივცემ ამ უფლებას, მე თქვენ გარწმუნებთ, რომ 2 ოქტომბერს ქართული ოცნება და ეს ძალიან მაინტერესებს ნამდვილად, რომელ პოლიტიკურ ლიდერს სთხოვს, რომ ჩაატაროს ბრიფინგი და საზოგადოებას აცნობს, რომ ისინი ნიშნავენ ახალ საპარლამენტო არჩევნებს. მათ მოუწევთ ამის გაკეთება. ისინი ამ არჩევნებს აგებენ არა რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან, ან პარტიებთან, ქართულ ხალხთან აგებენ. იმიტომ რომ ქართველი ხალხი აბუჩად თავს აღარ აიგდებს ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის მიერ. და რაც შეეხება ბატონ კალაძეს, ამას 2 ოქტომბერს ვნახავთ. მე ღრმად ვარ დაწუნებული, რომ ეხა თბილისში არ ვიქნები უბრალოდ ეხა ადამიანები მის ტყუილსიტყვის, არის რა თქმა უნდა მეორე ტური და მე იმედი მაქვს, რომ მეორე ტურებში და თბილისში მათ შორის ბატონი კალაძე იპოვის ძალა საკუთარ თავში, რომ იყოს მდგომარეობაში, სადაც ყველა მათ შორის თქვენს ტელეკომპანიაშიც კი დაждდეს რეალურ დებატებში. და სხვათა შორის თქვენი ტელეკომპანია ვახსენე და როდის მიმტკიცდება ხოლმე ესეთ რწმენა, რომ ისტორიის სტორმხარეს ვართ და მართლები ვართ და აბსოლუტურად სწორი გეზი გვაქვს აღებული. და რატომ მჯერა, რომ თავიდან ბოლომდე პროპაგანდა გვიპირისპირდება. აი ტელეკომპანია იმედი, პატივიცემა ყველა თანამშრომელს. არაფერი პიროვნული. უბრალოდ თქვენი ინტერესი, თქვენი ხელმძღვანელობის, ანუ ქართული ოცნების ინტერესი ხომ უნდა იყოს. თუ კი ისინი რასაც საუბრობენ და საუბრობთ და რას არედაქციო პოლიტიკაც გაქვთ და ესეც თქვენი არჩევანია, ხო? ის არის სიმართლე. ხომ უნდა იყოს თქვენი ინტერესი, რომ მაგალითად ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელიან, ელენე ხოშტარიან, ზურა გიჩი ჯაფარიძიან სხვები. თქვენ გადაცემის სტუმრები ვიყოთ პირდაპირ ეთერში და თქვენ შეგვიქმნათ სერიოზული დისკომფორტი. მაგრამ არაფერი მსგავსი. ბოლოს ტელეკომპანია იმეჯი, როდის ვიყავი სტუმრად მიწვეულა, მე ვფიქრობ, ეს იყო დაახლოებით 5 წლის წინ. ხალბატონი მახსოვს, თეონა გეგელია იყო გადაცემის წამყვანი და ბატონი გურამი გვარი არ მახსოვს. 5 წლის წინ. ეხლა გეკითხებით მარტივად, რიტორიკულად. თქვენ თუ მართლაც ფიქრობთ და გულისხმობთ, რომ ჩვენ ვემზადებით დესტაბილიზაციისთვის, ჩვენ ვემზადებით ქაოსისთვის, ჩვენ ვემზადებით არეულობისთვის და ამის მტკიცებულებები გაქვთ. ხომ ყველაზე მარტივია დამიძახოთ პირდაპირ ეთერში და თქვენი ტელეკომპანიის წამყვანმა ტელეჟურნალისტმა პირდაპირ ეთერში დამისვას ეს ძიმე კითხვები, მაგრამ რატომ არ მეძახით, იცით? იმიტომ რომ ამ კითხვებზე პასუხები იცით. და არ გაწყობთ, რომ პირიქითა საქართველოს, რომელიც თქვენ დაყავით ორ ნაწილად და არის აქითა და იქითა საქართველოს, არ ჩადგეს მდგომარეობაში, სადაც სიმართლის მარცვლები შევა ოჯახებში. ამიტომ თქვენ კითხვას ასე ვუპასუხებთ და ვუპასუხე კიდევაც. თუ კი მე ვემზადები დესტაბილიზაციისთვის და არეულობისთვის და ქაოსისთვის, კი ბატონო, კითხვების დასვა შეგიძლიათ პირდაპირ ეთერში თქვენი ტელეკომპანიის. რა თქმა უნდა, ეს არ არის ასე. ეს იყო მე მგონი, ხო, ძირითადად კიდე რამე გამომჩა? ბატონო, რეально გიპასუხოთ 2 ოქტომბერს ნახოთ ყველაფერი. მეორე ტური იქნება თბილისში და მეორე ტური განსაზღვრავს, ვინ იქნება დედაქალაქის მერი. მაგრამ პირველ ტურში თბილისი გაიმარჯვებს და ოპოზიცია უკვე იქნება უმრავლესობით წარმოდგენილი საკრებულოში. ჩვენ 2 ოქტომბერს შეგვეძლება იმის თქმა, რომ ხელისუფლებამ წააგო თბილისი. წააგო თბილისი და იგივე კვლევები, რომელზეც თქვენ აპელირებთ, ამას აჩვენებს, რომ ხელისუფლება პირწმინდად მარცხდება ოპოზიციასთან, ქართულ ხალხთან, თბილისელებთან.
და რა იქნება მეორე ტურში, ამას ნახავთ მეორე ტურში. დიდი მადლობა. შემდეგ შეკითხვას დასვამს ტელეკომპანია აჭარა. აჭარის ტელევიზია. მოგესალმებით, მარია მურუშაძე აჭარის ტელევიზიიდან. ბატონო ნიკა, წეგან თქვენ ისაუბრეთ მსხვილ რეგიონებთან დაკავშირებით. ამ შემთხვევაში აჭარის რეგიონს რომ შევეხოთ, როგორ ფიქრობთ, როგორია თქვენი შანსები აჭარის რეგიონში იმ პერიოდში, იმ პირობებში, როდესაც თქვენი პარტიის ლიდერები თითქმის ყოველკვირეულად მართავენ გარკვეულ ბრიფინგებს დარღვევებთან დაკავშირებით და თუ გაქვთ გარკვეული კვლევები ჩატარებული, როგორია საზოგადოების ამომრჩევლის პოზიცია, რამდენად არის აჭარის რეგიონში მხარდაჭერა ოპოზიციური სპექტრის. ვეცდები რომ მოკლედ გაგცეთ პასუხი. 2 ოქტომბერი კვლავ არ ვიქნები ორიგინალური, გაგცემს ყველა კითხვაზე პასუხს. თუ ჩემი პირადი აზრი გაინტერესებთ, ეჭვი არ მეპარება გამარჯვებაში იქ სადაც განსაკუთრებით ვიცი რომ არის თანამშრომლობა ოპოზიციურ პარტიებს შორის. ეჭვი არ მეპარება, ეს არის სიმართლე, მაგრამ რაც არ უნდა ახლა მე ვთქვა, ყველაფერს დაადასტურებს 2 ოქტომბერი. და დავულოდოთ სულ რაღაც 3 დღე დარჩა. დიდი მადლობა ამ კითხვისთვის, მაგრამ ამის გარდა ეხლა ვერაფერს ვერ დავამატებ. მე მჯერა, მე ვიცი და მე ხედავ როგორ მუშაობენ, როგორ იბრძვიან ჩემი მეგობრები, პარტიის წევრები, ნაციონალური მოძრაობის სხვა პოლიტიკური პარტიის წევრები და მიხარია რომ ბათუმი და აჭარის სხვადასხვა რაიონი აღმოჩნდა ერთ-ერთი პირველი, ვინც შეძლო თანამშრომლობა ძალიან ნაყოფიერი პარტიებს შორის. ეს მისასალმებელია და თბილისშიც მოხდა თანამშრომლობა იმ ფორმატში, რა ფორმატშიც მოხდა ჩვენ დროა, ზურაგიჩი, ჯაფარიძე, ევროპული საქართველო თანამშრომლობთ და კოორდინაციაში ვართ და შევთანხმდით მაჟორიტარულ ოლქებში თბილისის, მაგრამ ბათუმში და სხვადასხვა რაიონში აჭარის უფრო მასშტაბური შეთანხმება შედგა, რაც მისასალმებელია. დავულოდოთ 2 ოქტომბერს. მე მოკლედ დავამატებ, ბათუმს ყავს არაჩვეულებრივი მერობის კანდიდატი გიორგი კირთაძე, მართლაც ძალიან გამორჩეული ადამიანი. ბათუმმა შეძლო ძალიან ფართო კოალიციის შექმნა. ბათუმი არის ერთადერთი ჩემ დრო არ ახალი პარტია არის და ჩვენ თბილისში ვარ ძირითადად, მაგრამ ჩვენი მაჟორიტარობის კანდიდატიც არის იქ და ეს პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ იყო ძალიან დიდი დამსახურება გიორგი კირთაძის, რომ ადგილზე მან ძალიან ბევრი იმუშაო, რომ ფართო ყოფილიყო კოალიცია. ამის პარალელურად ბათუმს ყავს ქართული ოცნებიდან მეგის ქარდავას მოადგილე შეთავაზებული. მე მგონი ამის ყველაფერი ნათელია. კარგი, შემდეგ შეკითხვას დასვამს პალიტრა მედია. გამარჯობა, მერა პაპაშვილი. პრინციპში ყველა კითხვა უკვე დაისვა, თუმცა სააკაშვილის თემა მაინც ამოუწუროთ და უფრო მეტი სიცხადე შევიტანოთ. აი, მას შემდეგ რაც მიხეილ სააკაშვილი ჩამოვა ჩვენს ქვეყანაში 2 ოქტომბერს საღამოს და ჩვენ ვიცით რომ ქართული ოცნება ამბობს და ირწმუნება რომ მას აეროპორტშივე დააკავებენ. აი მომენტიდან რა პროცესი იწყება და როგორ აპირებს ოპოზიცია მიხეილ სააკაშვილის დაცვას? ჩვენ ვიცით რომ აი ბატონიკა თქვენ დაკავების შემდეგ საკმაოდ დიდი საერთაშორისო მხარდაჭერა გქონდათ თქვენ. ელოდებით თუ არა რომ ამ შემთხვევაში ასე იქნება და კიდევ ერთ დავამატებ, მას შემდეგ რაც მიხეილ სააკაშვილმა განცხადება გაავრცელა ჩამოსვლასთან დაკავშირებით, ვანო მერაბიშვილმა გააზიარა ეს პოსტი თავის გვერდზე. მაინტერესებს რა როლი აქვს მას ამ ეტაპზე პარტიაში და თუ მიხეილ სააკაშვილი დაბრუნდება, ელოდებით თუ არა რომ ვანო მერაბიშვილი თქვენი პარტიის მუშაობაში ჩაერთვება. მადლობა. მადლობა, ეს შეიძლება თქვენი სურვილი იყოს, არ ვიცი, ვანო მერაბიშვილი არანაირი პოლიტიკურ პარტიულ თანამდებობაზე არ არის. მე პატივს ვცემ ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ ქვეყნისთვის ძალიან ბევრი რამ უკეთებია, მართლაც მიუხედავად დიდი შეცდომებისა, მაგრამ მე ვთქვი, არა ვიქნები ხა ორიგინალური, რომ ადამიანი ვიზეც თქვენ საუბრობთ და ჩემი თანამშრომლობა ერთ პარტიაში უბრალოდ არის გამორიცხული. გამორიცხულია, ეს არ მიუთითებს და მიანიშნებს ჩვენ შორის არის კონფლიქტი, უბრალოდ არის გამორიცხული. ამიტომ კითხვაზე პასუხი გაგეცით ძალიან მოკლედ და მარტივად. და რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის ქვეყანაში ჩამოსვლას, ამაზეც ვისაუბრეთ. თქვენც რომ იყოთ მიხეილ სააკაშვილის ადგილზე, თქვენც ჩამოხვიდოდით. თქვენც იქნებოდით საქართველოში. და მე რა რომ გექნებოდათ საფრთხე დაკავების ამ ქვეყნის სიყვარულის გამო და ამ ქვეყნის მომავლის გამო თქვენ ციხეს საფრთხე თუ კი დაგიდგებოდათ უარს იტყოდით ამ ქვეყნის სიყვარულზე? რა თქმა უნდა არა.
ასევე იქცევა მიხეილ სააკაშვილის. დიდი მადლობა. თუმცა თქვენ რას აპირებთ იმ შემთხვევაში? ჩვენ ვაპირებთ გამარჯვებას, ვაპირებთ ბრძოლას თითოეული ამორჩევლის ხმის დასაცავად და შემდეგ კოალიციური მართლობისთვის მზადებას. აი ამას ვაპირებთ ჩვენ. დიდი მადლობა. მადლობა. შემდეგი შეკითხვას დასვამს ტელეკომპანია TV პირველი. მოგესალმებით, რუსუდან დუმბაძე. ბატონიკა, თქვენ სააკაშვილზე ისაუბრეთ და დაისვა კიდეც კითხვა ქართული ოცნების სათადარიგო გეგმაზე პრეზიდენტის წინააღმდეგ. თუმცა ერთია თქვენ რას ამბობთ და რა იცით ქართული ოცნების გეგმაზე, თუმცა რა იცით, ან გაქვთ თუ არა რაიმე ინფორმაცია პრეზიდენტის მიერ შესაძლო შეწყალებაზე, ისეთი ინფორმაცია, რაც ამ მიმართულებით ალბათობის შესახებ შტაბ-ბიჭებას შეგვიქმნიდა. და საუბრობთ სააკაშვილის მზადებაზე, ის შეგიძლიათ მკაფიოდ თქვათ, რომ ის ჩამოდის ქვეყანაში და მზად არის ციხისთვის, იმიტომ რომ ეს არ არის პირველი ქვეყანა, სადაც ის შედის და ასეთი საფრთხე არის უკრაინაშიც იყო რამდენიმე წლის წინ და ვერ მოხდა მისი დაკავება. ამ შემთხვევაში არის თუ არა მზად და კიდე ერთ კითხვაზე მაპატით ბარემ სამივე მინდა ასევე უპასუხოთ მარია კალიურანს, რომელიც სააკაშვილის გარდა კიდევ საუბრობს პარტიებზე, რომ ყველამ წინასწარ უნდა დაადასტუროს, რომ აღიარებს საერთაშორისო დამკვირვებლების ევთოოდირის შეფასებას, როგორი შეფასებაც არ უნდა იყოს ის, რადგან გასულ წელს განსხვავებული მოცემულობა ჰქონდა. მადლობა. კარგია, რომ წელს გაცილებით მეტი დამკვირვებელია, გაცილებით მეტი 8-ჯერ და 9-ჯერ მეტი ვიდრე შარშან და ეს შესაძლებლობას მიცემს მათ რეალურად დაინახონ და მე ჯერ არ უკვე ხედავენ თუ რა წინასაარჩევნო პროცესი მიმდინარეობს, ამიტომ ჩვენს როგორც პოლიტიკოსებს ისეთ ქვეყანაში სახელმწიფოში გვინდა ცხოვრება, სადაც ჯერ ერთიც დამარცხებულები გამარჯვებულებს მიულოცავთ და გამარჯვებულები იქნებიან ნამდვილად იმ მდგომარეობაში, რომ მიიღონ ის გამარჯვება და საზოგადოებამ აბსოლუტური უმრავლესობით ჩათვალოს, რომ ესა თუ ის პარტია არის გამარჯვებული, ასეთ სახელმწიფოში მინდა მე ცხოვრება. ისეთ სახელმწიფოში მინდა მე ცხოვრება, სადაც პოლიტიკური პროცესი გულისხმობს აკადემიურ მსჯელობას, გულისხმობს დახვეწილობას, გულისხმობს არა ქუჩის აქციებს, არამედ საპარლამენტო და სხვა პოლიტიკურ დარბაზებში თუნდაცაც ხარე, მაგრამ დებატებს. დიახაც, მინდა იმ სახელმწიფოში ცხოვრება, სადაც თავარი ლეგიტიმაციის წყარო მხოლოდ და მხოლოდ ქართველი ხალხი იქნება და არ ვიქნებით დიდწილად დამოკიდებული ჩვენს უცხოელ პარტნიორებზე თუ რადასხმას დაწერენ. დიახაც, ამ ყველაფერს ჩვენ რომ ვერ ვხედავთ სისტემურად ადგილზე, იმიტომაც ვიბრძვით ისე, როგორც ვიბრძვით და ვიბრძვით პირველ რიგში ჩვენი შვილებისთვის არ დაგიმალავთ, იცით, ეგოისტური განცხადება, კი ბატონო, იყოს ეგოისტური განცხადება, რამჯის მე ან ზურას ან ელენას ან სხვებს რომ ვართ ამ პროცესებში, არ არის ადვილი ეს. დამღლელი არ გით, ბევრ სტრესს და ენერგიის ხარჯვას მოითხოვს, არ დაგიმალავთ. მაგრამ, როდესაც ვიცით, რომ შვილები გვეზრდება, ელენეს 4, მე 1, ზურას 3, ხო? ჩამორჩები ხო რის არ გვაქვს უბლება სხვანაირად მოქცევის პირდაპირ გეუბნებით შეგვიძლია თითოეულ ჩვენგანს ძალიან ადვილია მოიქცეთ ისე როგორც რამდენიმე მოიქცო არ შეიძლებოდა ეხლა ნებისმიერ ჩვენგან ყოფილიყავით ქართული ოცნების კაბინეტის რომელიღაცა წევრი და მინისტრი არ შემიძლია მე ვიყო კობახიძეს ძმაკაცი და დაბადების დღე არ გადაიხადოს ისე რომ მე არ დამპატიჟო ძალიან ადვილი იქნებოდა თუკი ჩვენ გადავწყვიტავდით რომ ეს ინტერესი რომელიც ჩვენ გვამოძრავებს უნდა ჩანაცვდეს მერკანტილური ინტერესით ამიტომ ვფიქრობ რომ რეალობა არის ისეთი როგორიც არის ჩვენ არ დაუშვებთ ამ ქვეყანაში სახელმწიფოებრივი დასრულების პროცესს და ეს პროცესი ევთო-ოდირი თუ კი აღიარებს ჩატარებულ არჩევნებს თქვენ აღიარებთ ევთო-ოდირი თუ კი აღიარებს რა თქმა უნდა მე გაგეცით დაწვრილებული პასუხი ჩვენ ვაღიარებთ არჩევნების შედეგებს თუ კი საერთაშორისო დამკვირვებლები აბსოლუტურ უმრავლესობით გეუბნებიან რომ ძალიან მაგარი არჩევნები ჩატარდა ქვეყანაში ჯერ რომ არ გვინახავს დემოკრატიულ სტანდარტს პასუხობს, ევროპულ, ამერიკულ სტანდარტს პასუხობს. რა თქმა უნდა, ეხლა ესეთი დასკვნა თუ დაიდო, მაგრამ გეტყვით, შარშან ვერცერთმა დამკვირვებელმა მე პირადად ვერ მითხარ, რომ რატომ არ მიულოცო შენ ბატონ კობიაშვილს გამარჯვება გდანში.
იმ გზაში, სადაც ელენე ხოშტარია წელს პირველ ტურში გაიმარჯვებს. ვერც ერთმა საერთაშორისო დამკვირვებელმა ეს ვემთხვევი, რომ არც ერთი ადამიანი გზაში არ იყო და არ აკვირდებოდა პროცესებს და რო ყოფილიყო გზაში დამკვირვებელი და საკუთარი თვალით თუ დაინახა იარაღით ადამიანი როგორ არბევს საარჩევნო უბანს და როგორ წამენ ოფისს. თქვენ გონიათ რომ დაასკვნა საერთაშორისო პარტნიორების მიერ იქნებოდა ისეთი როგორიც იყო? სულ თელს ქვეყანაში შარშანი იყო თუ არ ვწდები 103 დამკვირვებელი. 3700-ზე მეტი უბანია. ამიტომ რეალობა სხვა არის დღეს. ეხაც. კი ბატონო. კი ბატონო და არ დაგავიწყდეთ სააკაშვილზეც დაგისვით. სააკაშვილთან დაკავშირებით ორი მიმართულებით დაგისვით. ვერ გიპასუხებთ, იცით რატო აკეთებს ამას პროკურატურა? ვერ გიპასუხებთ, მარჩელობა მაქვს ინფორმაცია, უბრალოდ მიმაჩნია რომ დროს უბრალოდ ფუჭად ხარჯავენ და კარგავენ. რატომ აკეთებენ იმას ახლა პროკურატურაში რასაც აკეთებენ და რატომ არენდობიან სალომე ზურაბიშვილს, ეს ხომ ჩემი საქმე არ არის, ვერ გეტყვით. სალომე ზურაბიშვილის შესაძლო შეწყალების შესახებ რამე ინფორმაცია გაქვთ თუ მხოლოდ ისიცით რომ ქართულ ოცნებას აქვს სათადარიგო გეგმა? ვიცი დანამდვილებით რომ პროკურატურა მუშაობს დამატებით ბრალზე სააკაშვილის წინააღმდეგ. და რატომ? იმიტომ რომ არ გამორიცხავს რომ სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი. და შეიძლება მოხდეს ახლა ვიდრე საუბრობთ ერთი ხელის მოსვით კალმესტრით ფურცელზე, ხო? ეთყობა რისკების გადაზღება უნდათ, მაგრამ რამდენად ახლა ეს გონივრულია და რაციონალურია და პრაგმატულია მათი მხრიდან საზოგადოებამ განსაჯოს, არ ვიცი, ვერ გეტყვით ამაზე მწმობა. ხო, კალიდანდის განცხადებაზე მინდა ვთქვა, ჯერთი რას ნიშნავს საერთაშორისო შეფასება, ხო? საერთაშორისო ის რომ საქართველოში ძალიან კარგი არჩევნები არ ტარდება, ეს უკვე მოცემულობა არის. ანუ ვერანაირი იტყვის, რომ ძალიან კარგი ტარდება. ჩვენ ვნახეთ ამერიკის საელჩოს განცხადება დმანისის ინციდენტის მერე, რომელსაც პირდაპირ თქვა, რომ ესე სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები ვერ იქნება. ანუ სპეციალურად იხმარეს ის სიტყვა, რომელიც არის განსაზღვრელი სიტყვა არჩევნების შეფასებისას და თქვეს, რომ ამ გზით თუ წახვალთ, ეს ვერ იქნება, გაფრთხილება იყო ერთგვარი. ამიტომ ჩვენ თუ იმის მოლოდინი გვაქვს, რომ აი ესე დაიყოფა ქართული საზოგადოება და საერთაშორისო თანამეგობრობა, რომ ჩვენ ვიტყვით, რომ კოშმარი ხდებოდა და ისინი იტყვიან, რომ აყვავდა ყველაფერი, არ მჯერა ამისი. უბრალოდ რა თქმა უნდა, საერთაშორისო შეფასება იქნება ახლოს იმ რეალობასთან, რომელიც არის მithumetes მეტი დამკვირვებელი არის, ხო, ამ გაცილებით მეტი დამკვირვებელი არის, ჩვენ მათთან რა თქმა უნდა მუშაობთ, წინასწარაც ვაწვდით, ეს გაკვეთილიც გამოვიდა წინა არჩევნებიდან, წინასწარაც ვაწვდით ინფორმაციას დარღვევებთან დაკავშირებით და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი და საერთაშორისო პარტნიორების პოზიცია იქნება სინქრონში, იმიტომ რომ როგორ შეიძლება სინქრონში არ იყოს, როცა მართალი ხარ სხვა ყალბებს და ის დაინტერესებული არის დემოკრატიაში. იქ მე რაღაც ბევრი ნიუანსი არის, ზუსტად რა ფორმულირებით იქნება. ზუსტად როგორი იქნება. საერთაშორისო კონსენსუსი რაც იქნება, იმ მხარეს ვიქნებით ჩვენც, რა თქმა უნდა. კალონძე განცხადებას შეეხება და ევთოდრის დასკვნას. ევთოში მუშაობდი 3 წელი და კარგად ვიცი ეგ ორგანიზაცია, მათ შორის ჩემი კარიერის განმავლობაში ყველაზე კომფორტული სამსახური იყო ეგ ორგანიზაცია. მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩემი პოზიცია იქნება ისაც იქნება სიმართლე. არჩევნების შემდეგ. ვინც არ უნდა იყოს და ვინც რა უნდა თქვას. მე ჯერ კიდევ ველოდები ევროპელებისგან და არა მხოლოდ ევროპელებისგან ადეკვატურ შეფასებას იმისა, რაც გააკეთა ქართულმა ოცნებამ 19 აპრილის შეთანხმებასთან მიმართებაში. როდესაც მე ამ შეთანხმებას მოვაწერე ხელი, მე მქონდა მიღებული მათ შორის პირადი გარანტიები იქიდან მხრიდან, რომ ამ შეთანხმების უკან დადგებოდა სახელმწიფო დეპარტამენტი ამერიკის მხრიდან და მთელი ევროკავშირის ბიუროკრატია. ამ სიტყვებით აქვს ჩემთვის ნათქვამი მედიატორის მოლაპარაკების პროცესში და ისინი აიძულებდნენ ქართულ ოცნებას, რომ შეთანხმება შესრულებულიყო. ქართულ ოცნებას არ შეუსრულებია ამ შეთანხმების არც ერთი პუნქტი და ბოლოს თავხედროდ გამოვიდა თქვენს, რომ ეს შეთანხმება არის ანულირებულიო. და მე ჯერჯერობით რაც ნახე რეაქციები, კარგი იყო ის განცხადები, რომლებიც იყო, მაგრამ ჩემი აზრით, მაინც ეს განცხადები იყო მოზომილი, დიპლომატიურ ენაზე დაწერილი და არ იყო საკმარისად მკვეთრი. ჩემი აზრით, განცხადებები ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან უნდა იყოს ცალსახა და გასაგები პირველ რიგში ამ ქვეყნის მოქალაქეებისთვის, რომ ამ შეთანხმებაზე უარის თქმით და მათ შორის განსაკუთრებით მართლმსაჯულების ნაწილზე უარის რეფორმებზე უარის თქმით, რაც მათივე თქმით ამერიკელების და ევროპელების იყო ყველაზე პრინციპული მუხლი ამ შეთანხმებაში, ეს ქვეყანა აცდა განვითარების ევროატლანტიკურ კურსს. ეს გზავნილი მე ჯერ კიდევ მოსმენილი არ მაქვს. ხო, ამიტომ მე მესმის
დიპლომატიურობა, მესმის რთული პოლიტიკური კონტექსტი, მათ შორის მესმის ეუთოსი, სადაც რაღაც 50-ზე მეტი ქვეყანა არის და ყველა გადაწყვეტილება მიიღება კონსენსუსით, მესმის ყველას ანგარიში უნდა გაუწიონ, ყველაფერი კარგად მესმის, მაგრამ ამ ყველაფრის გათვალისწინებით საბოლოო ჯამში არჩევნების შემდეგ ჩემი როგორც საუბარი ისე ქმედებები დაეფუძნება მხოლოდ და მხოლოდ იმას, რაც იქნება ჩემი გადმოსახედიდან სიმართლე. ვინც არ უნდა იდგეს იქით ამ ხარეს, გინდა კალიულანდი იყოს და გინდა რეიგანი გააცოცხლონ და იმან მომიწოდოს რაღაცისკენ ჩემს მნიშვნელობა არ ექნება მაინც. მადლობა. შემდეგი შეკითხვას დასვამს Georgian Times-ი. მე მაინტერესებს, ისევ სააკაშვილის თემას მიუბრუნდები ჩამოდის და თუ გქონიათ კომუნიკაცია ბატონო ნიკა თქვენ და რა გეგმებით აპირებს ის ჩამოსვლას, მარტო იმიტომ ხომ არ ჩამოდის რომ საქართველოს მოენატრა, რა გეგმები აქვს მას და რას აპირებს პოლიტიკურად, და თქვენ თუ აპირებთ მის დაცვას, თუ კი მის დაპატიმრებას დააპირებენ აეროპორტში. ვისაუბრეთ ამაზე ბევრი და გეგმებთან დაკავშირებითაც თავადაც ისაუბრა, ხომ? და თქვენს მის ადგილზე რომ იყოთ იგივენაირად მოიქცეოდით ამისი რომ ჯერ ატომღაც შეიძლება ვწდები არ ვიცი მითხარით ამიტომ ვუსვამ ამას ხაზს რამდენჯერმე გაუსვი ხო როგორ შეიძლება არ გინდოდეს ქვეყანაში ყოფნა სადაც დაიბადე გაიზარდე და ბევრი რამ გიკეთებიათ და ხარ უსამართლოდ დევნილი ამაზე ბევრი ვისაუბროთ უკვე და ამ დამატებით რა თუ ის დაპატიმრებას დააპირებენ დაიცავთ მას ან როგორ ასაპირებს რა თქმა უნდა ყველანაირად ვესწრებით რომ კანონიერად არა ასე როგორც ქართული ოცნება უყურებს კანონს და კონსტიტუციას დაავიხსნათ ეს ადამიანი და ნებისმიერი პოლიტიკური პატიმარი დევნილობიდან ისევე როგორც თავად დამიხსენით თქვენ ხო მე არ ვიცი ხა თქვენ გულშემატკივრობდით მე როგორც პოლიტიკურ პატიმარს თუ არა მაგრამ ის რომ დღეს აქ ვარ და მაქვს შესაძლებლობა თქვენთან საუბრის, სწორედ საზოგადოების და საერთაშორისო ჩვენი მეგობრების დამსახურებაა და ქართულ მოცემამ ისეთ რა არის, ყველაზე კარგად იცის რომ მიხეილ სააკაშვილი ციხეში მათთვის არ არის მისაღები. ქართულ ოცნებას თუ კი რამის ეშინია მიხეილ სააკაშვილის ციხეში ეშინია და ახლა ამაზე ადასტურებს ფაქტები თუ დევნილია ექსტრადირება ერთხელ მაინც რატო არ მოითხოვეს ხო არც ერთხელ არ მოითხოვეს და გვახსოვს ხო ჩანაწერის გავრცელებულა შინაგან საქმეთა მინისტრის საქართველოს რომ უბრალოდ ერთი რაც თხოვა კოლეგა სახელმწიფოს მინისტრს უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრს რომ გეხვეწებით ყველაფერი გააკეთეთ იმისათვის რომ ეს ადამიანი საქართველოში არ ჩამოიყვანოთ ამიტომ ქართული ოცნება არის თავსატეხის წინაშე მათ სტრესსა და ღელვას ნაპირი არ უჩანს მაგრამ მე მინდა რომ ამ ქვეყანას ჰქონდეს შესაძლებლობა იმართებოდეს კოალიციურად ეს ასე იქნება და მე მინდა რომ ცხოვრობდი იმ ქვეყანაში, იმ სახელმწიფოში, სადაც აღარ იქნება არც ერთი პოლიტიკური დევნილი და მინდა შესაძლებლობით ვისარგებლო და ყველა საჯარო მოხელეს მიმართო. არ ვიცი ხა ქართული ოცნება თქვენ რას გეუნებათ, როგორ გესაუბრებათ, მაგრამ დანამდვილებით მინდა გითხრათ რომ არანაირი შურისძიება, არანაირი სამსახურებიდან დათხოვნა არანაირი ანგარიშსწორება პოლიტიკური არ იქნება, იმიტომ რომ ეს ერთ წრეზე წასვლა იქნება. ეს ერთ წრეზე ტრიალი იქნება, ეს ციყვი ბორბალში პროცესი იქნება. რისთვისაც ნამდვილად არ ვიძვით, ეს რომ გვინდოდეს, გვაქვს ის მოცემულობა, რომელშიც ვართ, მაშინ რატო ვიძვით ამ ყველაფრის შესასრულად. ამიტომ შურისძიება, ანგარიშსწორება და სამსახურებიდან ადამიანების დათხოვნა არის გამორიცხული კოალიციური მართლობის პირობებში. რომც მინდოდეს ან მე ან ზურას და ან ელენეს მთელი პეცი და ეშხი კოალიციური მართლობის ქვეყნის იცით რა არის? რომ ერთმანეთს ვაკონტროლებთ და ერთმანეთის შეცდომების დაზღვევა ხდება. აი ამაზე უნდა დავფიქრდეთ. ვის ვირჩევთ კი არა, როგორც ელენე თქვა, რას ვირჩევთ? სისტემურად ვცვლით ქვეყნის მართვას თუ ადამიანს ადამიანით ვცვლით? არა, ჩვენ გთავაზობთ რომ 2 ოქტომბერს ხმამიცეთ ოპოზიციას, რომ ოპოზიციამ ჩაატაროს ამ ქვეყანაში ახალი საპარლამენტო არჩევნები და ამის შემდეგ კოალიციური მართლობა ჩამოაყალიბოს. დიდი მადლობა.
მივხვაროთ ლაივის დრო, გვეწურება ეთერის დრო და უნდა შევეცდოთ. ერთი რამე მინდა თქვა, სანამ ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა მოგცემთ სიტყვა. ამ არჩევნებზე ჩვენ ძალიან ბევრ საუბრობთ ერთ და იგივე თემაზე, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი რამე მინდა თქვა. ამ კვლევებში გამოჩნდა ერთი უმნიშვნელოვანესი რამე, რაც ჩვენ გვაძლევს ძალიან ძლიერ პერსპექტივას ჩვენ ქვეყანას. 73% ახალგაზრდების არის განწყობილი ცვლილებებისთვის. მათ არ მოწონს სტატუს კვო. ეს არის იმხელა პოტენციალი ჩვენი ქვეყნის, რომ ახალგაზრდობა უნდა ცვლილება და უნდა უკეთესობა და იმხელა პასუხისგებლობა ჩვენ პოლიტიკოსებისთვის და მე პირდაპირ და ღიად მინდა ვთქვა, რომ დღეს ჩვენ პოლიტიკოსები მეტნაკლებად რა თქმა უნდა, მაგრამ თლიანობაში ვერ ვაკმაყოფილებთ ჩვენი ახალგაზრდობის ინტერესებს. ბევრად უნდა ვპასუხობდეთ ჩვენ ამ ჯგუფების კონკრეტულ ინტერესებს და მათ ისინი რომ გრძნობდნენ, რომ პოლიტიკა მათ მიღმა კი არ არის. რომ პოლიტიკა მათი მომავალია და პოლიტიკა არის ორიენტირებული იმაზე, რომ მათი ცხოვრება შეიცვალოს და ისინიც პოლიტიკას ქმნიან და აკეთებენ. აი ეს გვაქვს ჩვენ ძალიან დიდი ამოცანა და დღეს ახალგაზრდები, რომლებიც მივლენ არჩევნებზე და თავ საკუთარ უკმაყოფილებას გამოთქვამენ, ამით შეიქმნიან ხვალინდელ დღეს და ამით შექმნიან დიდ წნეხს აბსოლუტურად ყველა პოლიტიკოსზე, რომ უპასუხოს მათ გამოწვევებს. ადვილია შენ ნაცადი ხერხებით უბრალოდ თქვა, რომ ამდენს მოგიმატეთ პენსიას, რაღაცა პოპულისტური გამოთქმებით ატარო არჩევნები. დღეს არის ბევრად უფრო დიდი გამოწვევა. ახალგაზრდებს უნდათ არატყუილი, არაყალბი, რეალური განცდა უკეთესი ქვეყნის და ეს არის ალბათ ყველაზე მთავარი, რასაც ჩვენ პოლიტიკოსები უნდა მოვეჭიდოთ. თუ შეიძლება ერთ კითხვასაც დავსვავ, არჩევნებამდე 3 დღე რჩება და ალბათ პოლიტიკური ტემპერატურა კიდევ უფრო და უფრო აიწევს და მთავარი არხის ეთერში გასაჯაროვდა დოკუმენტი, კონფიდენციალური დოკუმენტი ქართული ოცნებიდან, ეს ერთგვარი წინასაარჩევნო სახელმძღვანელო არის მართველი პარტიისთვის, მოშე კლუკაპტის შედგენილი და სადაც პირდაპირ წერია სამიზნე, ვინ უნდა იყოს მართველი პარტიის, ეს არის მიხეილ სააკაშვილი, გიორგი გახარია და კრიტიკული მედია. რომ მიუყვეთ ამ დოკუმენტს, ზედმიწევნით ასრულებს ამ დოკუმენტს მართველი პარტია, მათ შორის იქ არის საუბარი ასევე deep fake-ების შექმნაზე. 3 დღე რჩება, როგორც თქვით, არჩევნებამდე და რას ელოდებით მართველი პარტიისგან? მორალური დაცემის მაგალითი აღარ არის ის, რაც ვიხილეთ გუშინ. უნდა მოახერხო, რომ შენს გუშინდელ მეგობარს, პრემიერ-მინისტრს, პარტიის თავმჯდომარეს გახარიას გულისხმობ, ებრძოდე ისე როგორც ებრძვიან. აი მარტო ამ მათ ურთიერთობას უნდა შეხედოს ქართულ ოცნებას შემორჩენილმა ხარდაჭერმა და მიხვდეს ვის და რას წარმოადგენს და უჭერს მხარს. ოდესაც შენ გეგმავ შენს ყოფილ მეგობარზე, შენს ყოფილ პარტიის თავმჯდომარეზე, რომ რა დააბრალო და დილემის წინაშე იყენებ თავს, დააბრალო ნარკოტიკების მოხმარება, თუ დააბრალო არატრადიციული სექსუალური კავშირი სხვადასხვა ადამიანებთან და ამის შემდეგ შენ ბევრი ბრძოლობისა და ფიქრის შემდეგ არჩევანს აკეთებ ნარკოტიკების მოხმარებაზე და ამ ბრალდებებს უყენებ, ზნეობასთან ახლოს მდგომი ადამიანი ამას არ იკადრებს. ახლოს მდგომი ადამიანი ამას არ იკადრებს. დიახაც, ეს სახელმწიფო იმართება არა პოლიტიკოსების მიერ, ხელისუფლებაში მოქალაქეები, არამედ სუსის მიერ და როგორც აღმოჩნდა და დადასტურდა კიდევ ერთხელ ბატონი IPR პოლიტექნოლოგი კლუბჰარტი, ხო? როდესაც ქვეყანაში გვაქვს CSKO, ცენტრალური საარჩევნო კომისია და გუშინ საჩივარი ჩვენი გასარჩელი საჩივარი არ დააკმაყოფილა, რომ ჩამოიხსნათ ეს ზიზღიზ ბანერები. და იცით რა იყო პასუხი? CSKO-დან ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალური პასუხი იყო იცით რა, ეს ბანერები არც ვინმე საწინააღმდეგო არისო და არც რომელიმე სუბიექტის სასარგებლოა და ამით მათ რეალურად უარი გვითხრეს, რომ ბანერები ჩამოეხსნა ხელისუფლებას. საერთოდ კამპანიას არ ეხებაო. დიახ. ამიტომ ნუ გაგიკვირდებათ ის რაც გუშინ მოსახლეობას მიმართა ჩვენ ვიხილეთ პირიქით დამატებითი საკვები მივიღეთ მე ვფიქრობ გუშინდელი თქვენი გადაცემის მეშვეობით ფიქრისთვის და 2 ოქტომბერს ამასაც პასუხი უნდა გავცეთ. რა შეიძლება ველოდოთ ამ 3 დღეში? ძალიან რთულია ვიწინასწარმეტყველო
მე ვფიქრობ, რომ ლიმიტი ამოწურული აქვს, მათაც კი არაფერს აღარ ველოდები, გარდა იმისა, რომ ისინი აღიარებენ დამარცხებას, ამას ველოდები. ყოველ შემთხვევაში ჩემი ფანტაზია არ ყოფნის, რომ ვიწინააღმდეგებო. უნდა დავასრულოთ სამწუხაროდ შეხვედრა, შემაჯამებელი სიტყვა შეგვიძლია თუ სურვილი გაქვთ მიმართოთ, რა ვიცი, შევაჯამოთ ეს შეხვედრა და ძალიან დიდი მადლობა მედიას. ჩვენი სურვილი იყო, რომ თუ რამე კითხვები არსებობს საზოგადოებაში, მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით, ან ჩვენ გეგმებთან დაკავშირებით, რას ვაპირებთ, როგორ ვაპირებთ, როგორ ხედავთ ამ ქვეყნის მომავალს, ამ ყველა კითხვაზე გაგვეცა პასუხი. არ ვიცი დღეს ახლა ამ საათნახევარში რამდენად მოხერხდა ყველა კითხვის ამოწურვა, ან რამდენად ამოწურავი იყო ჩვენი პასუხები, მაგრამ ეს მცდელობები გვინდა რომ გავაგზავნოთ და არჩევნებამდე ცოტა დრო არის დარჩენილი, მაგრამ თუ სურვილი არსებობს კიდე თქვენში რაღაც კითხვები არსებობს, ან რაღაც რაზეც ჩათვლით, რომ საჭირო არის ჩვენი მხრიდან რაიმე პასუხის გაცემა, მე მინდა უბრალოდ ყველას გქონდეთ განცდა, რომ ჩვენ გვაქვს სრული მზაობა ამისთვის. ჩვენ დარწმუნებული ვართ იმაში, რომ არ არსებობს კითხვა, რომელზეც ჩვენ პასუხი არ აგვაქვს, ისე როგორც დარწმუნებული ვართ იმაში, როგორ წარმოგიდგენი ამ ქვეყნის მომავალი და რის გაკეთებას ვაპირებთ ჩვენ. ამიტომ მადლობა მინდა უბრალოდ გადაგიხადოთ ყველას, ვინც დღეს მონაწილეობა მიიღეთ, რომ არ დაგეზარათ და მოხვედით ეს კითხვები დაგვისვით და იცოდეთ, რომ თუ რაიმე კითხვები შეიძლება არსებობდეს, ჩვენ გვაქვს სრული მზაობა, რომ ან იგივე ტიპის ფორმატში, ან არ ვიცი, Facebook Live-ი გავაკეთოთ, ან რაღაცა ნებისმიერ კითხვაზე ჩვენ გვაქვს პასუხი, რასაც არ უნდა უკავშირდებოდეს ეს. მადლობა კიდევ ერთხელ ყველას. შეიძლება რადგან ბრძანეთ ფორმატთან დაკავშირებით, დღეს აქ ჩვენ არ გვესწრებიან და ვერ გვესწრებიან ონლაინ მედიის წარმომადგენლები და მათ აქვთ ამასთან დაკავშირებით დისკომფორტი და პროტესტი და თხოვნაც იქნება, რომ შემდეგ ჯერზე ისინიც იყვნენ და მათ კითხვებსაც პასუხი გავსცევთ. ეს იყო მედიის ფორმატი, ტელევიზიების ფორმატი უпростоრად და ქედან გამომდინარე ვერ მოვიდნენ ისინი, თუმცა მათი პროტესტი ასე ვთქვათ არის ლეგიტიმური. ცალკე გავაკეთებთ სპეციალურად მათთვის და თუნდაც Facebook მომხმარებლებს აუცილებლად ეს შეხვედრები იქნება სისტემატიურად გაგრძელდება აუცილებლად და აუცილებლად მოეწყობა ონლაინ მედიის წარმომადგენლებისთვისაც შეხვედრა. უბრალოდ COVID რეგულაციებმა არ მოგცა საშუალება, რომ მთლიანად ყველა მედია შეგვეკრიბა, ვერ გამოვარჩევდით ვერავის, ამიტომ გადავწყვეტეთ, რომ პირველი ეტაპი დაგვეთმო ტელევიზიის წარმომადგენლებისთვის და შემდგომ აუცილებლად გაგრძელდება და აუცილებლად მიეცემა ონლაინ მედიის წარმომადგენლებს საშუალება, რომ დაუსვან მათთვის სასურველი შეკითხვები. ბატონიკა, თქვენ ბევრი ისაუბრეთ სამივე კოალიციური მთავრობის აუცილებლობაზე და რომ მმართველი პარტია დამარცხდება ამ არჩევნებში და უკვე დავდგებით ფაქტის წინაშე, როდესაც კოალიციური მთავრობა უნდა ყავდეს ქვეყანას. აი ამ კონტექსტში მაინტერესებს, თუ მოხდება ისე და სავარაუდოდ მოგიწევთ, რომ მმართველ პარტიასთანაც იყოს, ხო, გარკვეული თანამშრომლობა. როგორ წარმოგიდგენიათ, რამდენად უშვებთ ამის შესაძლებლობას? აი სამივეს გეკითხებით. კოალიციური მთავრობის არსებობის შემთხვევაში არა, ქართულ ოცნებასთან კოალიციას გამოურიცხავთ. ლაპარაკი ყველასთან საჭირო, კოალიცია გამოურიცხავთ. თქმა უნდა, ქართულ ოცნებას რომ ზდომოდა თანამშრომლობა პოლიტიკურ პარტიებთან დაშვების დონეზეც მაინც რომ მოეხდინათ დემონსტრირება კოალიციური მმართველობის არსებობის ამ ქვეყანაში, თქმა უნდა შესაძლებელი იქნებოდა, მაგრამ გამომდინარე იქიდან რა ჩაიდინეს, როგორ პოზიციონირებენ და სადამდე მიიყვანეს ეს სახელმწიფო, რომლის გადარჩენისთვისაც ვიბრძვით, რაც არ უნდა ხმამაღლად ჟღერდეს, იქამდეც მივიდნენ, რომ დაუფარავად უბრალოდ ქვეყანას საგარეო პოლიტიკურ კურსს უცვლიან, ეხლა უცვლიან არც მეტი და არც ნაკლები, ნუ ახლა ასეთ ძალასთან თანამშრომლობა კოალიციურ ფორმატში, რა თქმა უნდა, გამორიცხული არის. მეც გოპასუხებ, ხო, მე უშვებ თანამშრომლობას ნებისმიერ პოლიტიკოსთან, ნებისმიერ პოლიტიკურ ძალასთან, რომელიც არ მატყუებს და არ იტყუება ზოგადად. ამის გამო ვარ დღეს ამ ადამიანებთან ერთად, ამის გამო მაქვს ურთიერთობა არა მხოლოდ ნიკასთან და ელენესთან, არამედ სხვა პოლიტიკურ პარტიებთანაც, იქნება ეს ევროპული საქართველო თუ ლელო იქნება თუ სხვა. ჩემს კრიტერიუმი არის ეგ, იმიტომ თანამშრომლობის შინაარსი არის ის, რომ რაღაცაზე რომ თანხმდებით, ეს რაღაცა მე უნდა შესრულდეს და ერთმანეთს არ უნდა ვატყუებდეთ. ამის გარეშე მე თანამშრომლობა უბრალოდ არ მისმის. დღევანდელ ქართულ ოცნებასთან თანამშრომლობა
მკვლელობა არის გამორიცხული. ისე როგორც ჩემს გახარიასთანაც ჩემი გადმოსახედიდან პირველ რიგში მაგის გამო, არა იმის გამო, რომ მე ბევრი რამე არ მომწონს და ბევრი შეცდომები და ბევრი მათ შორის დანაშაულებიც კი, რომელიც ჩადენილა მათი ხელისუფლების ყოფნის. ამის გამო კი არა, იმის გამო, რომ დღევანდელ მდგომარეობაში დღეს ამ წუთში ეგ ხალხი არიან ჩვენი მატყუარები და გადამგდებები და მაგის გამო შეუძლებელი რამე თანამშრომლობაზე ფიქრიც კი. ბატონიკა, თქვენ გახარიასთან დაკავშირებით რა პოზიცია გაქვთ? ისეთი მე და ბატონ გახარიას შორის ურთიერთობა თუ არ არის გარკვეული მინიმუმ მედიის წარმომადგენლებში ძალიან დიდი სიამოვნებით გამოვხატავდი გაკვირვებას, იმიტომ რომ ხო თემა საქართველოს მიცის ჩემი და ბატონი გახარიას ურთიერთობა ამ ადამიანმა ჩემის აზრით ორი უმძიმესი შეცდომა დაუშვა და სანამ ამ შეცდომაზე იგი სიმართლეს არ იტყვის და რას გულისხმობ 20 ივნისი და ბაჩანა შენგელიას დედის სიკვდილი ია კერძაიასი მე ასეთ ადამიანთან არა უბრალოდ თანამშრომლობას ელემენტარულ ადამიანურ ურთიერთობასაც გამოვრიცხა. იმიტომ რომ მე ბაჩანა შენგელიას ადგილზე რამდენჯერმე თავი რო წარმომიდგენია მეშინია უბრალოდ და შემშინებია ბაჩანა შენგელიას ადგილზე თავის წარმოდგენის, რომელსაც დედა მოუკლეს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ მან უარი თქვა პოლიტიკურ პროცესებში ჩართულობაზე. რატომ? იმიტომ რომ იყო სკოლის დირექტორი მრავალი წელი და პირნათლად უნდა გაეგრძელებია მისი საქმიანობა და აიძულეს და სიცოცხლეშივე მოასრო ინტერვიუს მიცემა თუ ავსტები ტელეკომპანია რუსთავი 2-ისთვის მაშინ და თქვა რა ამხელა ზეწოლა ჰქონდა მას და დადასტურებულად გვაქვს ინფორმაცია რომ ამ ყველაფერში ჩართული იყო ბატონი გახარია და 20 ივნისს რაც მოხდა და რაც მან იკადრა ჯერჯერობით მე რაც მესვის ბატონი გახარიასგან ამ ყველაფერს ამართლებს და არა პირიქით. ამიტომ როგორ შეიძლება მე მქონდეს ამ პიროვნებასთან პოლიტიკური ურთიერთობის შესაძლებლობაც პოტენციურად მომავალში. სანამ ეს ადამიანი არ იტყვის ეს სიმართლეს. თუ კი ეს ადამიანი მოიკრებს ძალას და იტყვის ეს სიმართლეს, ამის შემდეგ შეიძლება პოზიცია ბევრმა ადამიანმა შეიცვალოს მასთან მიმართებაში. მასზეა დამოკიდებული ერთი სიტყვით. ჩემო ძვირფასებო, საზოგადოება რას იფიქრებს? არის თუ არა ის ბიძინა ივანიშვილის კარზე მოთამაშე პოლიტიკოსი, ბევრს ასეჯერა, ბევრჯერა რომ არ არის, ბევრჯერა რომ კიდევ უფრო სხვა როლი აქვს მორგებული, მაგრამ ამ ყველაფერს ქართული საზოგადოება 2 ოქტომბერს გადაწყვეტს, რაც მინდა ახლა ბოლო სიტყვაში თქვა, არის მთავარი და ძალიან მოკლე ყველანი არჩევნებზე, ყველანი ჩვენ საარჩევნო უბნებზე და ძალიან გთხოვთ, ყველა დავბრუნდეთ ჩვენი რეგისტრაციის საცხოვრებელ რეგისტრაციის მისამართებზე. ფაქტობრივად ვცხოვრობთ ქუთაისში, მაგრამ ხმის მიცემები ვართ თბილისში, ჩამოვიდეთ 2 ოქტომბერს თბილისში. თბილისში ვცხოვრობთ, მაგრამ ხმას ვაძლევთ ზუგდიდში, ჩავიდეთ ზუგდიდში, მონაწილეობა მივიღოთ ისტორიულ არჩევნებში და ასე უნდა გავაკეთოთ მთელი ქვეყნის მასშტაბით და ეს არის ჩემი საბოლოო თხოვნაც და მოწოდებაც. ყველანი არჩევნებზე და ნუ ვიფიქრეთ რომ რომელიმე ცალკე აღებული პოლიტიკოსის ან პოლიტიკური პარტიის მოსაპოვებელია ეს გამარჯვება. ასეთი განცდით, როდესაც მოუპოვებია რომელიმე პოლიტიკურ პარტიას გამარჯვება, იმ პოლიტიკურ პარტიას მე ბევრი შეცდომა დაუშვია, ყოველთვის თავი დავანებოთ. თანამონაწილეობა ყველას ინიშნულოვანია, ყველამ უნდა ჩავდოთ ჩვენი პატრიოტული მოქალაქეობრივი წილი ამ გამარჯვებაში, რომ შემდეგ დივიდენდი ამ გამარჯვებიდან მოპოვებული მივიღოთ ყველამ და არა ერთმა და ორმა და სამმა პარტიამ. დიდი მადლობა. დიდი მადლობა თქვენ. მადლობა.